ჩვენი არხის მხარდამჭერები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში, მერებაშვილის მამულში. მიხარია რომ ასე გამოხმაურება მოყვა მარლენის და ჩემს ინიციატივას. ეს იდეა, ჩვენი შეკრების იდეა სულ რამდენიმე 2 თვის წინ დაიბადა, როდესაც ვაპირებდი გერმანიიდან საქართველოს ჩამოსვლას საქმეებისთვის და შევთავაზე მარლენს რომ ესეთი თაღამო და ესეთი შეკრება ჩაგვეტარებინა ჩვენთან მარანში. მარლენის რა თქმა უნდა ენთუზიაზმით აღივსო და ერთიანი ძალებით მოვედით დღემდე. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მადლობა ყველას მობრძანებისთვის. მიხარია ესე მრავალრიცხოვანად რო ვართ აქ. ვინც არ მიცნობ და ვინც პირველად დამინახეთ დღეს შალომ მერებაშვილი 35 წლის სამიშვილის მამა, ერთგული მეუღლე რაც თავარია. პროფესიით იურისტი და მონადირე. რატომ მონადირე და ნადირობა და საიდან და რატო პროფესია მონადირე? ეხლავე. ყოველთვის მომყავს ერთი მოხუცი ფრანგი მონადირის სიტყვები ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ალან დრაში ერთ-ერთი უძველესი და უკანასკნელი მოჰიკანთაგანია, რომელიც დღემდე ნადირობს ბუკებით და მდევრებით ცხენებით ირემზე საფრანგეთში. და მას აქვს ნათქვამი, რომ ნადირობაში მოხდრის ორი გზა არსებობს. ერთი, ან როდესაც სანადიროს შემთხვევით მოხდები და შეგიყვარდება ეს სფერო, ან მეორე, როდესაც ობელიქსივით ბავშვობაში ელექსირის სავსე ქვაფში ჩავარდები და იქიდან დაიწყება შენი ეს სიყვარული და სიახლოვე ამ სფეროსთან. ჩემ შემთხვევაში მეორე ვარიანტი იყო, მამა გახლდათ მონადირე, გია მერებაშვილი, პოლიციის პოლკოვნიკი, ძალიან დიდი მონადირე. აღზარდა ბავშვობიდან ბუნების სიყვარულით, ნადირფრინველის სიყვარულით. 4 წლის ვიყავი, არჩვი რომ მოვიყვანეთ სახლში და პატარა არჩვი გავზარდე ჩემი ხელით. 2013 წელს მორჩი დავამთავრე უმაღლესი საქართველოში, წავედი გერმანიაში სასწავლებლად. მეორე უმაღლესი იქ დავამთავრე და 2020 წელი იყო, როდესაც როგორც იქნა გამონახე იმის დრო, რომ ეს ჩემი სანუკვარი ოცნება ამესრულებინა. ჩავეწერე იქ სანადირო სკოლაში და გავიარე ის ერთწლიანი სავალდებულო სწავლება, დავამთავრე წარმატებით, ავიღე უკვე სანადირო ლიცენზია და მომენჭა ნადირობის სტატუსი. აი ასე შევედი აი ამ სფეროში უკვე პროფესიონალური კუთხით. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი ეს არის, რომ მინდა ჩემი ის მცირე თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მე ამ წლების განმავლობაში დავაგროვე გერმანიაში, გაგიზიაროთ და შემდეგ უკვე საერთო ძალებით და იმ ერთობით იქნება და ჩვენს ის სანადირო კულტურა შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში, რაც მაგალითად არის გერმანიაში და არა მხოლოდ გერმანიაში დღეს. აპრილის ბოლოს საჩუქრად გადავცემ ამ პიკნიკის ნაკრებს არხის ერთ-ერთ გამომწერს, რომელიც კომენტარებში დაგვიწერს მინდა ეს პიკნიკის ნაკრები. სასაუბრო თემები. საკმაოდ მოცულობითი თემები გვაქვს დღეს სასაუბროთ. პირველი თემა ჩვენი დღევანდელი შეხვედრის იქნება ნადირობის ისტორია. ყველაფერი გერმანიის მაგალითზე ეს არ დავიწყეთ. პირველი იქნება ნადირობის ისტორია, კულტურა, ტრადიცია და ეთიკის ნორმები. შემდეგ გადავალთ ნადირობის სამართლებრივ სისტემაზე, როგორ არის კანონის ფარგლებში მოწყობილი და მოწესრიგებული ეს სფერო გერმანიაში. გზა მონადირის სტატუსამდე, როგორ ხდებით გერმანიაში მონადირე. შევეხებით და გავივლით დეტალურად ნადირობის სეზონებს და სანადირო ობიექტებს. ასევე ნადირობას პრაქტიკაში, რა სახის ნადირობებით ნადირობთ, როგორ. ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რასაც ვერ ავწდებით ნადირობაში, ეს არის ცხოველთა დაავადებები და სანადირო ჰიგიენა და ბოლოს სანადირო სავარგულების მენეჯმენტი და ბუნების დაცვა. საიდანაც კაცობრიობის ისტორია იწყება, იქიდან იწყება ნადირობის ისტორიაც. პირველ საუკუნეებში არ იყო განსხვავებული, გერმანიის დღევანდელი ტერიტორია გერმანელი ტომებით იყო დასახლებული. მათი ნადირობა ყოველდღიურობა იყო, ასევე რელიგიური რიტუალების ნაწილი, საბრძოლო ხელოვნების ნაწილი, როგორც ჩვენთან, ასევე იქ ყველა კარგი მონადირე ითვლებოდა კარგ მეომრადაც. რაც შეეხება ნადირობას შუა საუკუნეებში, ერთ-ერთი დიდი მნიშვნელოვანი გარდატეხა რაც იყო, ეს იყო კარლოს პირველი დიდის სანადირო პოლიტიკა, რომელიც გაატარა მე-9 საუკუნეში. ეს იყო ფრანკთა მეფე, რომელმაც გლეხებს აუკრძალა ნადირობა. ნადირი მიაკუთვნა მიწის მესაკუთრეებს და მფლობელებს და გახდა ნადირობა სტატუსის სიმბოლო და გართობის საშუალება. მე-16-მე-19 საუკუნეებში ნადირობა ხდება უფრო ორგანიზებული, იქნება სანადირო კანონები, ვითარდება ცეცხლსროლი იარაღები, სამეფო ოჯახებისთვის ასევე სანადირო ტერიტორიების და ნაკრძალების მოწყობა ხდება. აქ ჩვენს მაგალითზე რომ ავიღოთ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი, როდესაც ალექსანდრე მეორე მიხეილ რომანოს აჩუქა, ასე რომ ვთქვათ, ბორჯომის ხეობა და მან ტყის ნაწილი შემოღობა, აკრძალა ნადირობა და უკანონოდ და უნებართოდ ხე-ტყის მოჭრა.
საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ უკვე არისტოკრატებს და დიდგვაროვნებს ჩამოერთვათ ეს სანადირო პრივილეგიები. მე-19 საუკუნიდან ეს სფერო უფრო რეგულირებად ხდება სანადირო სისტემა, იქმნება სამონადირო კავშირები, ველური ბუნების დაცვა წინაპლანზე იწევს და ასევე აქტუალური ხდება სახეობათა კონტროლი. დღევანდელი სანადირო სისტემა მოდის უკვე მე-20 საუკუნიდან, რაც გერმანიაში დღემდე მოქმედებს. პირველი ფედერალური კანონი ნადირობის შესახებ ძალაში შედის 1952 წელს, რომელიც დღემდე მოქმედებს და რომლითაც სავალდებულო გახდა სანადირო ნებართვის და მონადირის ლიცენზიის აღება, ასევე დადგინა სანადირო ვადები და პერიოდები, სანადირო და ასევე სანადირო სავარგულების მართვის წესები. სანადირო კულტურას რაც შეეხება გერმანიაში, ნადირობის კულტურა გულისხმობს ნადირობასთან დაკავშირებულ ყველა ტრადიციების, წესშოულებების, ღირებულებების, რიტუალების ერთობლიობას. ეს გერმანიაში ნადირობა არ არის გასართობი აქტივობა და არა მხოლოდ საკვების მოპოვების გზა, არამედ ეს არის გერმანიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და ასევე გარემოს დაცვის სისტემის ნაწილი. ამ კულტურას გააჩნია მრავალი წესი, ტრადიცია, იქნება ეს სანადირო ფორმებში გამყოფნა, ნადირობის დრო იქნება ეს თუ ესეთი სანადირო შეკრებები იქნება. მნიშვნელოვანია ასევე სანადირო საყვირის კულტურა და ტრადიცია. ნებისმიერი ნადირობა იწყება სანადირო საყვირის სიგნალებით გერმანიაში. კომუნიკაციისთვის არის უმნიშვნელოვანესი სანადირო საყვირის გამოყენება. პრაქტიკულ გამოცდაზე, როდესაც გადის ადამიანი, პირველი უხდება 5 სანადირო საყვირის სიგნალს ისმენს და 5-დან 3 ზუსტად უნდა გამოიცნოს რას ეკუთვნის. ეს არის რომელიმე მონადირებული ნადირისთვის განკუთვნილი სიგნალი, თუ ეს არის უსაფრთხოების წესების სიგნალი, მაგალითად ნადირობის დაწყება, მარეკების მოახლოება, ძაღლების მოახლოება და ასე შემდეგ. მაგალითისთვის საფრანგეთში ყველა მონადირეს თან აქვს პატარა საყვირი და არა ესეთი პატარა საყვირი ამასთან შედარებით და ყველა მონადირე ყოველი განხორციელებული გასროლის შემდეგ ვალდებულია ჩაყვიროს შესაბამისი სიგნალი. თუ მოინადირა ნადირი და ადგილზე არის სპეციალური სიგნალი აქვს, თუ დაჭრა და წავიდა და დაინახა, იმას სპეციალური სიგნალი აქვს და თუ ააცდირა იმასაც, რომ შემდეგმა მეზობელმა მონადირემ გაიგოს რა მოხდა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. შუაში ჩემი ნიკოლოზია ბატონო თემურ, წეღარო იკითხეთ. პირველ ნაბიჯებს გავს ამ კუთხით. სანადირო საყვირით ხდება ასევე ნადირობის ბოლოს, აი ტრადიციის შესრულება და ყველა მონადირებულ ნადირზე თავის პატივის მიგება. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ნადირობის კულტურის ნადირის სწორად განლაგება და იმ წინასწარ განსაზღვრული წესით განლაგება. აქ მნიშვნელოვანი არა მარტო ნადირის, არამედ მონადირეების დადგომაც, როგორც მარცხნივ ყოველთვის ნანადირების წინ დგებიან მომნადირებლები, ვისაც მონადირულმა იღბალმა გაუმართლა და მოინადირეს იმ ნადირობაზე ნადირი. ყოველთვის ესეთ მონადირეებმა თვალებში უნდა უყურონ მის მსხვერპლს, კი ვეღარ ახალ ისინი თვალებს, მაგრამ წინ უნდა დაუდგნენ. შემდეგ ეს მწვანეთ რო არის გაფერადებული, ეს არის ნადირობის ორგანიზატორი ან იმ ტერიტორიების მფლობელი, ვის ტერიტორიაზეც განხორციელდა ნადირობა. აქეთ უკვე მოდიან ეს საყვირებით, ვინც არიან ნადირობაზე მონაწილეები და მარეკები. სულ დაბლა ძაღლები და ძაღლის მეპატრონეები, ვინც მიიღო მონაწილეობა სარეკში. ნადირის განლაგებას რაც შეეხება, ვიწყებთ ყოველთვის დიდი ნადირით. მამრი დედრის წინ ირემს მოყვება შველი, ღორს მოყვება შველი, შემდეგ უკვე მტაცებელი. ეს უბრალოდ ერთიანი სურათია, თორემ ეს ერთ ნადირობაზე დიდი ნადირის და პატარა ნადირის მონადირება არ ხდება. აქვე შემიძლია განახოთ ეს ჩემი ნადირობის სურათები. აქეთ გვაქვს შლის ნადირობა, კოლექტიური ნადირობა, აქეთ კურდღელზე, მცირე ნადირზე და თუ დააკვირდებით, მარცხენა და შუა სურათში კურდღლის წინ დევს ტყისქათამი. ტყისქათამი ითვლება დიდ ნადირად გერმანიაში და იმის მომპოვებელს, ვინც ტყისქათამს მოინადირებს, შეუძლია თავის ხელით წინ გადმოდოს და წინ დადოს ეს ნადირი. ამ შემთხვევაში სამივე ქათამი შემონადირებული ამ ნადირობებზე. უკანასკნელი ლუკმის ტრადიცია, მონადირებული ნადირი გერმანიაში აღიქმება როგორც ღმერთის და ბუნების საჩუქარი, ნაბოძების საჩუქარი. შესაბამისად, ჩვენც ისე უნდა მოვეპყრათ ისეთი პატივისცემით, როგორც ღმერთის ნაბოძებს საჩუქარს შევფერის. შესაბამისად, დადგენილი არის იმ ხეების სახეობები, რომლის ტოტის ჩადება შეგვიძლია პირში ნადირისთვის. ამ შემთხვევაში მუხის ტოტები, შარშანდელი მონადირებული შველია ეს ზაფხულში. ასევე მონადირისთვის, ყველა მომნადირებელისთვის, ვინც ნადირს მოინადირებს, ეძლევათ ესეთი პატარა ტოტი საჩუქრად, რომელსაც ვიკეთებთ ქუდში მარჯვენა მხარეს აუცილებლად, არ შეიძლება ან მარჯვნივ, ან უკან, ან წინ გაკეთება, ამასაც თავის წესები აქვს. და აი აქ მარცხნივ მაგალითად ეს ნადირობის მეპატრონე იქ იმ ტერიტორიების მილოცავს იქ მონადირებულ ნადირს და გაძლევს თითო ტოტს.
ნადირობის მეფის გამოვლენის ტრადიცია, ეს გახლავთ, როდესაც კოლექტიური ნადირობა დამთავრდება, არ აქვს მნიშვნელობა დიდ ნადირზეა ნადირობა თუ მცირე ნადირზე. ყველაზე მეტ ნანადირებს ვინც დააგროვებს, ის იმ საღამოს დასახელდება ნადირობის მეფედ და გადაეცემა ან ეს მედალი, ეს მაგალითად პოლონეთში მომცეს, პოლონურად აწერია იქ ნადირობის მეფე, ის გერმანიაში არის, მარცხნივაც გერმანიაშია და ერთი ვიდეო მინდა განახოთ. აი ეს არის მაგალითად ერთი კონკრეტული ჯაჭვი, რომელიც დამზადებულია 1980 წელს. მასზე არის უკან დატანილი ის რევიერი ეწოდება გერმანიაში სანადირო სავარგულებს. რევიერი ანენჰაიდე კონკრეტულად იმ ტერიტორიას ქვია ანენჰაიდე, შემდეგ მოდის ვერნა ობერჰაიდე, მე პატრონე ვინც იყო მაშინ, ვერნა გარდაცულია დღეს და დამზადებული 1980 წელს. ყოველ წელს აი ამ რევიერში, ანუ იმ ტერიტორიებზე იმართება კოლექტიური ნადირობა პატარა ნადირზე და ყოველ წელს ახალი ნადირობის მეფეს უფლება აქვს დაამზადებინოს ახალი მედალი და დაუმატოს აი ამ ჯაჭვს. რა იმას შეარჩევ ნადირებს და ვიზუალს შენზეა დამოკიდებული. 46 წელია ეს არსებობს. ეს 2023 წლის დავიმსახურე მე. და ერთი კორონობის დროს არის გაცდენილი რამდენიმე წელი, როდესაც ნადირობა არ ტარდებოდა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია, რაც არის გერმანიაში, არის ნადირობის დასრულების შემდეგ, როდესაც საღამოთი უკვე შევიკრიბებით მონადირეები, ტარდება მონადირული სასამართლო. რა დროსაც მთელი ნადირობის განმავლობაში დაფიქსირებული უსაფრთხოების წესების დარღვევა, მონადირული ეთიკის ნორმების დარღვევა განიხილება, გამოვლინდებიან დამნაშავეები, დაედებათ სასჯელი, გააჩნია ვინ რას დააშავებს, შეიძლება ერთი ბოთლი შნაფსზე გადაიაროს ამ ყველაფერმა, ან შეიძლება თუ რაღაცა სერიოზული დააშავე, ცოტა უფრო ისეთი სასჯელები დაგედოს. ყველა ცუდი არის თუ არ დაგპატიჟებენ შემდეგ წელს ნადირობაზე იმ ტერიტორიებზე. მონადირული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის გერმანიაში მონადირული ენა. მონადირები სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ იქ და სულ სხვა ტერმინებით ლაპარაკობენ. სხვათა შორის სანადირო ლიტერატურაში ცალკე თავებია და ცალკე გვერდებია ესეთი მონადირული სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონებისთვის. ყველა ნადირის, ყველა სხეულის ნაწილს აქვს თავისი მონადირული სიტყვა და აღწერა. მაგალითად, მამრ ნადირზე სასქესო ორგანოს ქვია ფუნჯი. მდედრ შველზე და ირემზე კუდს ქვია წინსაფარი. დედაღორი, სადაც გოჭებთან ერთად არის, იმ ადგილს ქვია ქვაბი. ნადირის სისხლს ქვია ოფლი. იმიტომ რომ როდესაც ნადირს დაჭრი და მიდიხარ და სისხლი გვხვდება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გიწევს ნადირის ზებნა და ოფლის დაღვრა. კიდევ ერთი ძალიან ისეთ საინტერესო ტერმინი არის ნადირთან დალაპარაკება, ესე პირდაპირ გადმოთარგმნო. ყველა გეუბნება, რომ სანამ ესვრი ნადირს, სროლამდე აუცილებელია ნადირთან დალაპარაკება. ანშპრეხენ ესეთ სიტყვაა, რაც გულისხმობს ნადირის იდენტიფიკაციას, მისი სახეობის, მისი სქესის და მისი ასაკის მიხედვით. წინასწარ სანამ ესვრი, ეს ყველაფერი უნდა დაასკანერო, ასე რომ თქვა და ნადირს უნდა დაელაპარაკო ამით. მაღლა მიწერია კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა, ვინც ევროპაში ხართ ნადირობებში მიგიღიათ მონაწილეობა, გაგებული გექნებათ სიტყვა Weidmanns Heil. Weidmann ძველ გერმანულ ენაზე ნიშნავს მონადირეს, Heil ნიშნავს გამარჯვებას. ყოველი შეხვედრის დროს მონადირეები ერთმანეთს მივესალმებით არა ჩვეულებრივი გამარჯვებით, სამოქალაქო სიტყვით, არამედ აი ამ სიტყვით Weidmanns Heil და ყოველი მონადირებული ნადირის შემდეგ სხვა მონადირეები, როდესაც მოდიან, გილოცავენ და გეუბნებიან Weidmanns Heil. შენც ეუბნები Weidmanns Dank, მადლობას ესე რომ ვთქვათ. ეთიკის ნორმები, მოკლედ რომ ვთქვა, ყველგან საერთო არის, მაგალითად რომ დაუშვებელია მაკენადირის მონადირება, ჯოგის თვალის მოკლა მაგალითად ჩვენში ცნობილია რომ ჯიხვის არვეში, ხო, ჯიხვების არვე არ შეიძლება ჯოგის თვალის მოკლა, ირმის ჯოგში წინამძღოლი ფურირემის მოკლა არ შეიძლება. ღორის კოლში მაგალითად, როდესაც პირველი რაც მოდის, ეს არის დედაღორი. დაუშვებელი არის დედაღორისთვის სროლა. სხვა შემთხვევაში იშლება სოციალური სტრუქტურა კოლში და ამას ვადარებ ხშირად, როგორც ომში მთავარსარდალი მოუკლა, მეფე მოუკლა მეომრებს, ისე არის. არ აქვს იმ დონეზე თვითგადარჩენის უნარი, მთავარი დედაღორი არის, რომელმაც იცის ის მთავარი გადასასვლელები, სამოძრაობილიკები, გადარჩენის ინსტინქტები, ყველაზე კარგად მას აქვს განვითარებული, შესაბამისად მთელი კოლტი არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენობა იქნება, არის იმაზე დამოკიდებული და ის მართავს. შესაბამისად ყოველთვის ვამბობ, რომ გამოატარეთ, როდესაც პირველ ნადირს დაინახავთ, არავითარ შემთხვევაში არ ესრულოთ, ღორის შემთხვევას მაგალითზე გეუბნებით გარეულ ღორზე, ირემის ჯოგზეც იგივე არის, რომ გამოვატაროთ დედა
და შემდეგ უკვე მომყოლი ნადირიდან ავარჩიოდა ვესროლოთ, რომელსაც ჩავთვლი ჩვენ საჭიროდ. დაუშვებელია ასევე ნადირის ტანჯვა, ყველასთვის გასაგებია უნდა იყოს ეს. სავალდებულოა ასევე დაჭრილი ნადირის დროულად მონადირება და არა სიტყვაზე კამერით გაქცევა ტელეფონით ხელში და გადაუღოთ რომ უყუროთ კიდე იმის ტანჯვა წამებას და მე როდესღაც ან ჭრილობით მოკვდეს, ან ისევ ჩვენ დავუმატოთ კიდევ ტყვია. უძაღლოთ ნადირობა გერმანიაში მინდა გითხრათ რომ ითვლება ეთიკის ნორმების დარღვევად. წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია კანონით უძაღლოთ. სულ 10-15 კაცი იყოთ ბადზე იხსეს სანადიროთ, ერთი მონადირე ძაღლი გაწვნილი, რომელსაც გამოცდები აქვს ჩაბარებული და სკოლა გავლილი სანადირო. თან უნდა გყავდეთ სხვა შემთხვევაში ყველა ადამიანი იმ ნადირობაში მონაწილე ყველა ადამიანი კარგავს სანადირო ლიცენზიას, რომლის აღებაც მეორეთი იმ პირველად რო აიღებ ჯერ ის რა ეს, მეორეთი თითქმის utopia არის. სროლის დროს ასევე თანმიმდევრობის დაცვა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მორეკვით ნადირობა იქნება, ჩაჯდომით ნადირობა იქნება, ყოველთვის დედაშვილი ნადირის შემთხვევაში, როდესაც ვესვრით პირველს ახალგაზრდა ინდივიდს და შემდეგ მდედრს. შვილის ნუკრის ნაამბობი მომყავს, მაგალითად რომ ვაჟა-ფშაველამ დაგვიწერა რომ შვილის ნუკრი რამდენი ხნის იყო, დედა რომ მოუკლეს, ერთი კვირის, ხო? დაუშვებელია ამიტომ. ხო, დაუშვებელი არის ამიტომ. პირველი მაშინ როდესაც უკვე სეზონი გახსნილი არის მდედრზეც და ნუკრზეც შვილის შემთხვევაში ან ირემზე, ხბოზე და ფურირემზე, პირველი ყველა ვარიანტში ვესვრით ახალგაზრდას, ნუკრს ან ხბოს, თუ ბოჩიკიც ქვია ხო მეორნაირად იმის შვილს და შემდეგ უკვე ვესვრით დედას. სხვა შემთხვევაში, როგორც ღორების შემთხვევაში, აქ უკვე უფრო მძაფრად არის საქმე, იმიტომ რომ იმ ნაშიას ძალიან უჭირს გადარჩენა და თვითგამორკვევა ზოგადად, ასე რომ ვთქვათ. გერმანიაში ასევე აკრძალული არის და ეთიკის ძალიან დიდი ნორმების ძალიან დიდი დარღვევად ითვლება გაქცეულ შვილზე სროლა. შვილის ზომიდან გამომდინარე, იმდენად პატარა არის, რომ გაქცეულზე შეიძლება ისეთი სწორი გასროლა ვერ განახორციელო და ისეთი ზუსტი გასროლა. სხვა შემთხვევაში შეიძლება დავაზიანოთ ის საჭირო ხორცი და სხეულის ორგანოები, რაც უკვე ჩვენს გვჭირდება მოსახმარად, მე საკვებად. შესაბამისად, წესი არის ესეთი დაუწერელი, შველს ვესვრით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის 4 ფეხზე დგას. გაქცეულს არ ვესვრით. უკნიდან ნადირზე სროლა დაუშვებელი არის, მიუხედავად იმის, რომ ის პრინციპი არ მოქმედებს, რომ გარბის და მაინც უნდა ვესროლო, ამ შემთხვევაში არ არის ნებადართული ესეთი სროლა, თუ დაჭრილი არ არის ნადირი. პატარა ნადირზე ახლომანძილიდან სროლა, კურდღელზე, ხოხობზე, მწყერი არ ყავთ გერმანიაში, იქ მწყერზე არ ნადირობენ. კოლექტიური ნადირობის დროს, როდესაც პატარა ნადირზე ნადირობთ, როდესაც დასაწყისში ეს safety briefing როდესაც არის და ინსტრუქციები განიხილება, უმეტეს შემთხვევაში მე რაც პირადად მოსმენელი მაქვს ნადირობის ორგანიზატორისგან, რომ ჯარიმა არის კურდღელი ისე რომ დააზიანო, ისე ახლოდან რო ესროლო, რომ სამზარეულოსთვის გამოსაყენებელი საკვებად აღარ ვარგოდეს, 20-30 ევრო უნდა გადაიხადო და ის კურდღელი შენ უნდა წაიღო თან სახლში. ნადირზე ხო ეს გადაბიჯება, ფეხის დადგმა და ესეთი რაღაცებიც რა თქმა უნდა არ არის. რა თქმა უნდა მიღებული და ასევე პატარა ნადირზე როდესაც ნადირობთ, არ ვესვრით დედალ ხოხობს. დედალი ხოხობის მოკლაც ჯარიმას იწვევს იქ. თუ დააკვირდით, ყველგან მიწერია ტერმინი მოკლა და არა მონადირება ნადირის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა ეთიკის ნორმი დარღვეული ნადირის მოპოვება იქ ითვლება მოკლად და არა მონადირულ საქციელად. შესაბამისად, იქ სხვა მონადირი არ გილოცავს ამ მონადირებულ შენ, რაც არ უნდა ისეთი განსაკუთრებული ნადირი მოიპოვო და შესაბამისად არც გაჯილდოებენ, არც ნადირობის მეფის იმაში ითვლება ეს ყველაფერი. ერთ სიტყვით ძალიან ისეთი საქციელია. თუ არ მოიპოვოთ ისე როგორც წესი. დიახ. შემდეგი, აი ეს მაგალითისთვის მაქვს ეს სურათი მოყვანილი, როდესაც გამორბის კოლტი, თვალსაჩინო არის, რომ პირველი და წინამძღოლი არის დედა ღორი, არ არის რთული გასარჩევად. დიდი კოლტი გვაქვს ამ შემთხვევაში, თითქმის ყველა ერთი ზომის არის, მაგრამ წინ დგას მაინც დედა ღორი გამორჩეული, ტანითაც მეტია, დიდია ვიდრე დანარჩენები და ძალიან მარტივია, მაგის თქმა მინდა, არ არის რთული. თუნდაც მორეკვის დროს, თუნდაც ჩაჯდომის დროს ხო ძალიან მარტივად განასხვავებ ადამიანს, მაგრამ მორეკვის დროსაც არ არის რთული განასხვავო დედაღორი დანარჩენებისგან. აქ გვაქვს ირემი ხბოსთან ერთად ფურირემი, აქაც როგორც ხედავთ, სხვაობა თვალსაჩინო არის. რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის ზაფხულში გადაღებული უფრო შემოდგომისკენ ალბათ. ჯერ კიდევ ხბო პატარა არის, მაგრამ შემოდგომით და უკვე ზამთრის ბოლომდე სადამდეც კიდევ ჯერ სეზონი არის. ხბო ეხლა ტანით ვერ ეწევა ფურირემს და დედას, მაგრამ
თვალისთვის მაინც ადვილად აღსაქმელია რომელი არის ხბო, რომელი არის დედა და შესაბამისად აქაც პირველს ვესვრით ხბოს და თუ დაგჭა დრო, მაშინ ვესვრით ასევე დედას. მაგრამ არა პირიქით. ჩაჯდომით ნადირობით ყველაზე ეფექტური არის დედაშვილზე ნადირობა მაშინ, როდესაც ვესვრით ხბოს, თუ არ დაგჭა იმის დრო, რომ მოვინადიროთ მდედრიც, მაშინ მეორე დღეს 80-90% დედა ბრუნდება ისე სროლის ადგილზე, შეგვიძლია დაუჯდეთ და შეგვიძლია თუ საჭიროება გვაქვს ამის, დედაც მოვინადიროთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში პირიქით. აქ გვაქვს შველი, თავის ნუკრებთან ერთად, მამრი ნუკრია მარცხნივ, უკან ალბათ მდედრი არის, არ ჩანს კარგად. ჯერ ზაფხულია, პატარები არიან, მაგრამ დედრებზე და ნუკრებზე შეგვიძლია უკვე 1 სექტემბრიდან ნადირობა გერმანიაში. აქაც იგივე წესი მოქმედებს, ჯერ ვესვრით ნუკრს. იშვიათია გერმანიაში, რადგან დიდი პოპულაციაა შვლების, რომ ჩვენგან განსხვავებით, რომ დედალშვილს ყავდეს 2 ნუკრი. არ არის საჭიროება მაგის და არ აჩენს. მაგრამ ხშირია, როდესაც ნუკრთან ერთად, იმ წლის ნუკრთან ერთად თან დასდევს მდედრი წინა წლის ნუკრი. წინა წელს რომელიც დაბადა. ამ შემთხვევაშიც ჯერ ვესვრით თუ საჭიროება არის ვესვრით წინა წლის დედრს ნუკრს ან წლევანდელი წლის ნუკრს და შემდეგ თუ დაგვრჩა მაგის დრო და კიდევ ვიძახი და თუ გვაქვს საშუალება და საჭიროება, შეგვიძლია მე უკვე დედაც მოვიპოვოთ. მარცხენა სურათში ეს არის უკვე ზაფხულის ბოლო ალბათ უკვე სექტემბერი შეიძლება იყოს, ხედავთ ძლიერ მდედრს, თავის ძლიერ ნაშიერთან ერთად, ნუკრთან ერთად მდედრი ნუკრი არის, აქ მარჯვნივ ისევ ზაფხული არის, ახალგაზრდა მდედრი ნუკრი ყავს დედალ შველს. კარგით, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ეს არის ნადირობის სამართლებრივი სისტემა, როგორ არის მოწყობილი გერმანიაში ნადირობა. დღესდღეობით გერმანიაში ნადირობა გაგებულია როგორც აი ამ 3 ფაქტორის ერთობლიობა, ეს გახლავთ ბუნების დაცვა, ველური ბუნების პოპულაციის მართვა და ტრადიცია. ნადირობას დღეისათვის არეგულირებს 1976 წელს მიღებული გერმანიის ფედერალური კანონი ნადირობის შესახებ, რომელიც მოიცავს არეგულირებს ნადირობის უფლებას, სანადირო სავარგულებს, სანადირო იჯარას, სანადირო ნებართვას, მოიცავს ასევე სხვადასხვა აკრძალვებს და ბოლოსკენ განსაზღვრავს ნადირფრინველისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესებს. როდესაც ჩვენს ტერიტორიებზე, ჩვენს სანადირო სავარგულებზე ყოფი ნადირი მიაყენებს იქ ფერმერების სახნავსათეს მიწებს ზარალს და ზიანს ან ტყეს მაგალითად ირემი და შველი და გვიწევს მათთვის ზიანის ანაზღაურება. ხო, 44 პარაგრაფისგან შედგება ეს კანონი, რომელიც ესე იგი დღესაც მოქმედებს გერმანიაში. ნადირობა გერმანიაში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული უფლება არის. ყველა მიწის ფლობელს წესი და რიგით აქვს თავის საკუთარ ტერიტორიაზე ნადირობის უფლება, მაგრამ პრაქტიკაში ეს სხვანაირად არის. გაიცემა ყველა მიწები სანადირო იჯარით მონადირეებზე, მიწის ფართი მინიმუმ უნდა იყოს 75 ჰექტარი და სანადირო იჯარა უნდა გაიცეს მინიმუმ 9 წლიანი ვადით. ფასები ჰექტარზე განსხვავდება იმის მიხედვით, რა ნადირი ყავს ამ სანადირო სავარგულებში, ყავს დიდი ნადირიდანაც გააჩნია, თუ ყავს ირემი, შეიძლება იქ ჰექტარზე გადასახადი დაიწყოს 30-35 ევროდან, თუ მხოლოდ პატარა ნადირი ყავს, შეიძლება იყოს 10 euро, შეიძლება 12 euро და ასე შემდეგ. და გააჩნია ფართობის რაოდენობასაც. 1000 ჰექტარზე სხვა გადასახადი აქვს იჯარას და 100 ჰექტარზე სხვა გადასახადი აქვს. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. როგორ ხდებით გერმანიაში მონადირე? რა კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ? პირველი ეს არის, რომ უნდა ვიყოთ სრულწლოვანი აუცილებლად 18 წლის, უნდა ვიყოთ გერმანიის მოქალაქე, ან უნდა გქონდეს უადრო ბინადრობის უფლება და ბოლო 3 წელი უნდა ვცხოვრობდეთ გერმანიაში, ეს იყო მაგალითად ჩემს შემთხვევაში. უნდა წარვადგინოთ ასევე ჯანმრთელობის ცნობა და ნასამართლეობის ცნობა. რომ არ გვაქვს კრიმინალური წარსული, ვართ ჯანმრთელი, შეგვიძლია იარაღის აღება ხელში, დამიზნებაც და ასე შემდეგ. თვითონ სწავლებას სანადირო სკოლაში ეწოდება მწვანე აბიტური, არის ერთწლიანი ინტენსიური სწავლება. ეს არის სადაც გავდივართ სავალდებულო თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. ინტენსივობა რაში გამოიხატება, რომ კვირაში 2 დღე გვაქვს თეორიაში მეცადინეობა, 2 დღე ვართ სასროლეთში, სტენდზე და ვისვრით სხვადასხვა იარაღებიდან სხვადასხვა ობიექტებზე.
და ერთი დღე, ყოველთვის შაბათი დღე იყო ჩვენ შემთხვევაში, როდესაც გავდიოდით უკვე ველზე, ტყეში, პრაქტიკული მეცადინეობა გვიტარდებოდა და შემოდგომის პერიოდიდან, როცა კოლექტიური ნადირობები დაიწყო, მაშინ უკვე მარეკებად დავყავდით და ნადირობებში ვიღებდით მონაწილეობას. სწავლის დასრულების შემდეგ, ესე იგი, სავალდებულო არის 3 გამოცდის ჩაბარება. მომიტევეთ ეს გერმანულად არის აქ, მაგრამ პირველი არის ჩვენ შემთხვევაში კიდევ ჩემი მაგალითიდან დავიწყებ, გამოცდა იყო პირველი სროლაში, შემდეგ იყო წერითი გამოცდა და ბოლოს პრაქტიკული გამოცდა. სროლაში გამოცდა ტარდება 3 კატეგორიაში. პირველი არის გლულულიანი იარაღით თეფშებზე სროლა, 15 თეფშზე გვიწევს სროლა და 15-დან 5 უნდა გავარტყათ მიზანში. შემდეგ არის ხრახნულიანით 50 მეტრში გაქცეულ ღორზე ტახზე სროლა. 5 სროლა გვაქვს და 5-დან 2 მაინც უნდა გავარტყათ სასიცოცხლო ორგანოებში და ორგანოში და შველზე 100 მეტრაში დამდგარი უნდა ვესროლოთ. აქაც 5 სროლა გვაქვს და 5-დან 2 უნდა იყოს სასიცოცხლო ორგანოში მორტყმული. თეორიულ გამოცდაში გვაქვს 5 საკითხი. ეს არის გარეული ცხოველები და ფრინველები, სანადირო იარაღები და ვაზნები, ნადირობა და ნადირობის სახეობები, გარემოს დაცვა, ნადირობის შესახებ კანონი. ყველა მიმართულებაზე, ყველა საგანში არის 1000 კითხვა მოსამზადებელი, ჯამში გვაქვს 5000 კითხვა მოსამზადებელი, მაგრამ გამოცდაზე მოდის 100 აქედან. 70%-ს, ანუ 70 კითხვას სწორად უნდა უპასუხოთ, რომ ჩათვლად ჩაგვეთვალოს გამოცდა და ჩაბარებულად ჩაითვალოს. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ამ ყველაფრის ამ ორი გამოცდის გავლის შემდეგ გეძლევა უფლება რომ გახვიდე პრაქტიკულ გამოცდაზე. პრაქტიკული გამოცდა წეღან აღნიშნე იწყება სანადირო საყვირების სიგნალებით და უნდა გამოიცნო 5-დან 3 სიგნალი უნდა გამოიცნო, რას ეძღვნებოდა ეს სიგნალი და შემდეგ 5-ვე საგანში ესეთი სტენდები არის და ჩამოვლი იარაღზე და მაგალითად ვაზნების განხილვა ერთ სტენდზე არის და ალაგია იქ იარაღები და უნდა გასცე დასმულ შეკითხვებს, ასევე არის ველური ბუნების კუთხე, სადაც ფიტულებს გაჩვენებენ, სადაც გაჩვენებენ რქებს, სადაც გაჩვენებენ წარმოდგენილია ტყავები, თავის ქალები, მაგალითად დაგიდებენ ირმის რქას და უნდა უთხრა რისია, რომელი სახეობის ირმის არის, რამდენი წლის არის, შლის ქვედაყბის ძვალს დაგიდებენ და კბილების მიხედვით უნდა უთხრა ასაკი რამდენის არის, თავის ქალების მიხედვით უნდა უთხრა რომელ მტაცებელს ეკუთვნის ეს თავის ქალა და ფიტულებზე ხა რა თქმა უნდა ეს ყველაზე მარტივია. ჩემ შემთხვევაში მე რაც გამიჭირდა ერთი უნდა ვაღიარო დამინდეს ტყავი, რამდენიმე ტყავი იყო და ყველაზე ბოლოსთვის რაღაც ისეთი უცნაური ტყავი იყო, ვერ გავიგე რა უნდა მეთქვა. ბოლოს ყველაფერი ვიფიქრე და ერთი რეალური ვარიანტი იყო რომ ძაღლის, მაგრამ ძაღლზე არ ნადირობთ იქ და აღმოჩნდა ენოტისებური ძაღლი ზაფხულში მონადირებული, ზაფხულის ბეწვით. გაქუცული რაღაც ასე გეკონებოდა, კეცი ქონდა რა. ხო, ასევე გადიხარ კიდე პრაქტიკულ გამოცდაში არის წარმოგიდგენენ ნადირობის სქემას, უნდა დაიცვა უსაფრთხოების წესები, კოშკურაზე ასვლის, ჩამოსვლის წესები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მერე, როდესაც გამოცდა დასრულდება, წარმატებით კურსდამთავრებულებისთვის ხდება საღამოთი შეკრება, სადაც გადაეცემათ კურსდამთავრებულებს საპატიო სიგელები. მარცხნივ ეს ვართ სროლის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, სადაც თამადობაც მომიწია და მე უკვე აქ პრაქტიკული გამოცდის დამთავრების ბოლოს ესეთი სიგელები გადმოგვეცემა. აქ მაქვს ამოღებული ეს არის მონადირის წერილი, ასე ქვია, რომელზეც წარწერა სახელი და გვარია წერია შენი, თარიღი და ყველა იმ საგამოცდო კომისიის წევრების ხელმოწერები, ვინც ჩაიბარა გამოცდა, ეს 3 გამოცდა. ამ ყველაფრის შემდეგ და იმ საღამოსაც იმ დროსტარებას და კეიფს თუ გადაურჩი, მეორე დღე შეგიძლია უკვე სადაზღვევოს დაუკავშირდე, აიღო მონადირის დაზღვევა და ჩაბარების, გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატების და გამოცდის დაზღვევის წერილით შეგიძლია უკვე მიხვიდე ნადირობის და იარაღის სააგენტო, ესე ქვია, იმ სამსახურს გერმანიაში, მიდიხარ იქ უკვე გიბეჭდავენ სანადირო ნებართვას და აი ესეთი ჩემსაც განახებთ როგორ გამოიყურება. აი ეს არის ჩემი სანადირო ლიცენზია, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, გაცემის თარიღი, საფასური რაღაც და უნდა გითხრათ რომ ყველა სანადირო ლიცენზია გაიცემა 3 წლის ვადით. 3 წლის შემდეგ თუ არ მიხვედი და არ გაახანგრძლივე, გადაიხადე ახლიდან მოსაკრებელი, გიუქმდება მონადირის სტატუსი და როდისღაც თუ დაგჭირდა ეს, კიდევ ახლიდან უნდა გაიარო სკოლა, კიდევ ახლიდან უნდა ჩააბარო გამოცდები და დაიბრუნო, აღიდგინო ეს სტატუსი.
ჩემ შემთხვევაში 2024-ში გავუვიდა ვადა, 1 აპრილს გავახარგძლივე და ჯერჯერობით 31 მარტამდე აქვს 2027 წლის ვადა. გადავდივართ უკვე ნადირობის სეზონები და სანადირო ობიექტები. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა რომ სანადირო ლიცენზიასთან აღებასთან ერთად გეძლევა ასევე იარაღის საბუთი, სადაც ეწერება ყველა შენი შეძენილი იარაღის მონაცემები. გერმანიაში მონადირისთვის ნებადართული ასევე მოკლელულიანი ცეცხლსროლი იარაღების ტარებაც. 2025 წლის მონაცემებით გერმანიაში დარეგისტრირებულია 467,000 მონადირე, 99% აქედან მამაკაცები ვართ, 11% ქალბატონები არიან და საშუალო ასაკი მონადირეების 56 წელია გერმანიაში. დავიწყოთ ნადირობის სეზონები და სანადირო ობიექტები. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მონადირეებისთვის წელი იწყება 1 აპრილს და მთავრდება 31 მარტს. ეს თარიღი არის, როდესაც ვიხდით ყველანაირ გადასახადს თუ რამე ნადირობას ეხება, რაც კი ნადირობას ეხება, დაზღვევის გადასახადი, იჯარის გადასახადი, მონადირეთა კავშირის წევრობის მოსაკრებელი და ასე შემდეგ. პირველი, რადგან აპრილში ვართ, დავიწყებთ ევროპული შველით. 1 აპრილს ვიწყებთ უკვე მამრშვლებზე ნადირობას და რატომ მამრშვლებზე? გერმანიაში ზოგადად მოქმედებს ნადირობაში გამოხშირვის პრინციპი, მაგრამ სატროფეო ნადირობაც მნიშვნელოვანი არის. შესაბამისად 1 აპრილიდან უკვე მამრშვლებს ის ზამთრის რქები გამაგრებული აქვთ, ის ველვეტის ხავერდოვანი ბეწვი გაცვენილი აქვს, შესაბამისად სატროფეო ღირებულება უკვე გვაქვს და შეგვიძლია კანონიერად უკვე 1 აპრილიდან დავიწყოთ მამრშვლებზე ნადირობა. გრძელდება ნადირობის პერიოდი 31 იანვრამდე, თუმცა ტრადიციულად მამრშველზე ვიწყებთ ნადირობას 1 მაისს. და რატომ? აპრილში ახალგაზრდა მამრშვლებს ჯერ კიდევ არ აქვს სრულად გაცვენილი ზამთრის ბეწვი. შესაბამისად ველოდებით, მაინც და ტრადიციულადაც ოდითგან გერმანიაში მასე იწყებოდა. და დასრულებით მამრშვლებზე ნადირობას ვამთავრებთ 15 ოქტომბერს. რატომ 15 ოქტომბერს? ეს ის პერიოდია, როდესაც ის ბუნებრივი ციკლი ახლიდან იწყება, როდესაც ტესტოსტერონის ჰორმონების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული, როდესაც შლებს მამრებს ცვივად რქები და იწყებენ ახალი რქების განვითარებას. ამ პერიოდში 15 ოქტომბრიდან მამრშვლებს აღარ ვესვრით, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის სატროფეო ღირებულება აღარ აქვს უკვე ასეთ შველს. 1 აპრილიდან ასევე შეგვიძლია ვინადიროთ წინა წლის ნუკრზე, დედრშველზე, მხოლოდ დედრზე და შეგვიძლია ვინადიროთ მხოლოდ 15 მაისამდე. 15 მაისიდან იკეტება ასეთ ინდივიდზე ნადირობის სეზონი და იხსნება 1 სექტემბრიდან და გრძელდება 31 იანვრამდე. ეხლა რატო ეს პაუზა? ამ პერიოდისთვის ზრდასრული მდედრი შველი არის მაკე. ემზადება მაისის შუა რიცხვებისთვის უკვე სამაკებლად, მაგრამ წინა წლის მდედრი შველი ჯერ კიდევ შეგვიძლია გავარჩიოთ ზრდასრული მდედრისგან და რითი? ჯერ რომ მდედრს დიდი მუცელი აქვს და ზომითაც გაცილებით აღემატება. მეორე ის რომ ფერით ზამთრის ბეწვი ამ პერიოდისთვის წინა წლის მდედრ შველს უკვე გამოცვლილი აქვს და უკვე წითელი ფერის ბეწვი აქვს, აი მარცხნის სურათში თუ დააკვირდებით. ზრდასრულ მდედრ შველს, რადგან მაკი არის, ჯერ ის ენერგიას კიდევ ინახავს, ზოგავს ენერგიას, არ იწყებს ზამთრის ბეწვის გამოცვლას და შესაბამისად ადვილად შეგვიძლია გავარჩიოთ. მაგრამ უკვე მაისის შუა რიცხვებში, რადგან უკვე დაბადებს შველს და იწყებს, უკვე გახდება წონასაც იკლებს, ბეწვის გამოცვლასაც ავტომატურად იწყებს, გარჩევა ბევრისთვის უკვე რთული არის. შესაბამისად კანონი გვიკრძალავს ნადირობის გაგრძელებას და მხოლოდ 1 სექტემბრიდან ისევ. ზრდასრულ მდედრ შველზე და ნუკრზე, იმ წლის ნუკრზე უკვე შეგვიძლია 1 სექტემბრიდან ნადირობა 31 იანვრის ჩათვლით. ნუკრი ამ პერიოდში უკვე 10-12 კილოს იწონის. გერმანიაში ოღონდ წონები განიხილება მხოლოდ გამოშიგნულ მდგომარეობაში, ტყავიანად, ფეხებიანად, თავიანად. ნადირობის სტატისტიკა მაქვს მოყვანილი კიდევ აქ წინა წლის, მხოლოდ წინა წელს გერმანიაში მონადირებული იქნა 1,265,000 შველი. და ალბათ 9 მილიონი იმ სტატისტიკა არ მომიღია, ავტოსაგზაო შემთხვევებში იღუპება. ამის გარდა, კი. შველზე გეტყვით კიდევ ნადირობის როგორ ნადირობთ შველზე, როგორც გითხარით, ანუ ნადირობა შეგვიძლია ჩასაფრებით, კოშკურიდან, მიპარვით, მამრშვლებზე კარგად ნადირობთ კიდევ აქტიურად ზაფხულის პერიოდში, შეწყვილების პერიოდი, როდესაც აქვთ შლებს, ეს არის 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე. აქ შეგვიძლია სასულე საყვირის მეშვეობით მოვიტყუოთ მამალი შველი
თუ მაგალითად ხედავთ მინდორზე რომ დედრთან არის და დაყვება შესაძლებლად დედს შეგვიძლია ამ შემთხვევაში მაშინ ნუკრის ხმაზე წვრილი ხმით დაუყვიროთ და მოვიყვანოთ ამ ხმით მოვიტყუოთ მდედრი რომელსაც აუცილებლად მოყვება მამრი და შემდეგ მოვიპოვოთ მამრი. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. გადავედით კეთილშობილი რემზე. ამ შემთხვევაში პირველი აპრილიდან შეგვიძლია აქაც დავიწყოთ უკვე წინა წლის ფური რმებზე ნადირობა, მაგრამ აქაც იგივე ვადები მოქმედებს 15 მაისამდე და შემდეგ უკვე 1 აგვისტოდან 31 იანვრამდე. რატომ არ ვიწყებთ იგივე პერიოდში ხარი რმებზე ნადირობას? იმიტომ რომ ხარი რმების რქების განვითარების ციკლი იწყება თებერვლიდან, დაცვლის და ახალი რქების განვითარების გრძელდება 5 თვე და ხარი რმებზე შეგვიძლია მხოლოდ 1 აგვისტოდან უკვე ნადირობა, როდესაც სატროფეო ღირებულება მოცემულია და სრულად გასუფთავებული აქვს რქები. ყველაზე ისეთი კარგი სეზონი მაინც ხარი რმებისთვის არის მყვირალობის პერიოდი 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე, ზრდასრულ ფური რემზე და ხბოზე შეგვიძლია 1 აგვისტოდან ნადირობა 31 იანვრის ჩათვლით და ნადირობის სტატისტიკა წინა წლის არის 70,000 ინდივიდი გერმანიაში. ირემ ლაღს რაც შეეხება სამწუხაროდ ეს ცხოველის სახეობა ჩვენთან არ არის, მიუხედავად იმის, რომ ძალიან მარტივად მრავლდება. ირემ ლაღის და მუფლონის ნადირობის პერიოდებიც იგივეა, რაც ირემის შემთხვევაში. კეთილშობილი ირმის შემთხვევაში შარშანდელი სტატისტიკები არის ირემ ლაღი იქნა 60,000 ინდივიდი მონადირებული, მუფლონი 8,700. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც გერმანიას დაუბრუნდა მგელი, პირველი რომელი პოპულაციებით შეამცირა მგელმა იყო მუფლონის და ირემ ლაღის. ერთადერთი 1904 წელს იქნა ბოლო მგელი გერმანიაში მოკლული. ბოლო მგელი და იმის მერე მგელი არ უნახავთ იქაურ ცხოველებს. მაგრამ აღმოსავლეთიდან მოიწევს პოპულაცია მგლის, დღეს სადღაც 1400 მარტო მგლის ჯოგია დარეგისტრირებული გერმანიაში. და ნადირობა აკრძალულია, სანადირო მონადირის შესახებ კანონშიც არ არის ჯერ როგორც სანადირო ობიექტი შეტანილი. როდესაც უზივარ ღამე ნადირს, მქონდა იანვარში შემთხვევა, რომ გამომივიდა ერთი და იგივე საკვებურზე სასიმინდეზე დედაღორი 9 გოშთან ერთად, მეორე დღეს კამერაზე მგელი ყავდა, მესამე დღეს კამერაზე მგელი ყავდა, მეოთხე დღეს ჩაუჯექი ისევ იმ ადგილას, ისევ ის დედაღორი გამომივიდა და 3 გოჭი ყავდა თან. და ეს ღორი კიდევ იცავს თავს და იცავს გოჭებს, მაგრამ მუფლონისთვის და ირემ ლაღისთვის ძალიან ის არის ესეთი ლეტალური არის გლის სიქარსებობა. ხო, გადავიდეთ გარეულ ღორზე. ჩვენთვის ერთ-ერთი ეს ჩემი შარშანდელი წული ჩემი შეტანილი სტატისტიკებში, შლები და ირმებით. კი. მაგრამ ესეც სხვათა შორის ეს პოლონეთში მოვინადირე და როდესაც 20 სანტიმეტრზე მაღლა რო არის, არ ერიდებიან მაინც და იქაურ მონადირეებს უკრძალავენ. მაგრამ ჩვენ რომ მივიდოთ და ფულს ვიხდით, ჩვენთვის ყველაფერი მწვანე არის. ესეც ეს რუიანი, ეს დაახლოებით 3-4 წლის ინდივიდი არის აქეთ მარჯვნივ. გარეული ღორი, გარეულ ღორს რაც შეეხება გამომდინარე დიდი პოპულაციიდან და აფრიკული ჭირისგან, ნადირობა მთელი წელი დაშვებულია ღორზე. ასევე გამონაკლისია ღორზე ნადირობა იმით, რომ ღამეთ შეგვიძლია ღამის ხედვის მოწყობილობით ღორზე ნადირობა. ხო, გამონაკლისი რა თქმა უნდა არის დედაღორი და გოჭებს არ ვესვრით. შარშანდელი სტატისტიკა მარტო გერმანიაში 568,000 ღორია მონადირებული. ასევე ამის ნახევარი ალბათ კიდევ ავტოსაგზაო შემთხვევებში. ზოგადად ნადირობის ტექნიკა როგორი გვაქვს გერმანიაში, რომ დღერაზეც ვნადირობთ, უფლება გვაქვს მზის ამოსვლამდე საათნახევრით ადრე ჩაუჯდეთ და განვახორციელოთ სროლა, მანამდე არა, ღამე ნადირობა დაუშვებელია და მზის ჩასვლიდან საათნახევრის განმავლობაში. და რა თქმა უნდა დღის განმავლობაში. ღამე ნადირობა ირემზე, შველზე, ირემ ლაღზე, მუფლონზე აკრძალულია, მხოლოდ როგორც გითხარით, გარეულ ღორზე და ტაცებელზე. გადავიდეთ პატარა ნადირზე. პირველი რაზეც იხსნება ზაფხულში სეზონი უკვე ფრინველებზე ეს არის ბატი, 16 ივლისიდან იხსნება, საკმაოდ ადრე არის აქაურობას რო შევადაროთ და საქართველოს მოცემულობას. 16 ივლისიდან ესე იგი იხსნება ბატზე ნადირობის სეზონი და გრძელდება 15 იანვრამდე. ქედანზე 20 აგვისტოდან იხსნება და 20 თებერვლამდე შეგვიძლია მონადირება. იხსე რაც შეეხება პირველი იხსნება ხაზარული იხსე 1 სექტემბრიდან და შეგვიძლია 15 იანვრამდე ნადირობა, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვნადირობთ სექტემბერში ხაზარულაზე, იმიტომ რომ მაუზერი, რასაც ქვია, ბუმბულის გამოცვლის პერიოდი არ აქვს დასრულებული
ბევრს განსაკუთრებით მამლებს ფრენაც კი არ შეუძლიათ, როდესაც ბუმბულს იცვლიან. შესაბამისად, თუ ძაღლის დასაგეშად არ გვჭირდება 1 და 2 ცალი, არ ვესვრით და იხსვე არ ვნადირობთ. ვნადირობთ ოქტომბრიდან უკვე, როდესაც ამ მაუზერს დაამთავრებს ხაზარულა იხვე. 1 ოქტომბრიდან ასევე ნადირობს ტვენიას და თეთრშუბლა იხვზე და გრძელდება ნადირობის სეზონი 15 იანვრამდე. სხვა დანარჩენი ყველა სახის იხვზე იქნება ეს ქოჩორა იხვი, იხვინჯა, ლურჯი იხვი, კუცადგისა, ფართოცხვირა, ყველაფერზე არის აკრძალული გერმანიაში ნადირობა. მარტო აი ამ სამსახეობაზე შეგვიძლია ნადირობა. მელოტა იხვს რაც შეეხება 11 სექტემბრიდან შეგვიძლია 20 თებერვლამდე ნადირობა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არავინ არ ნადირობს მელოტა იხვზე გერმანიაში, რაღაც არასანადირო ობიექტად მიიჩნევა. დაბლა მიწერია, პატარა ნადირზე მოპოვების ლიმიტები არ არსებობს. 1 ოქტომბრიდან შეგვიძლია ასევე კურდღელზე ნადირობა დავიწყოთ, ხოხობზე ნადირობა და გავაგრძელოთ 15 იანვრამდე, ტყის ქათამზეც 1 ოქტომბერს ვიწყებ და მაგრამ იხურება სეზონი 31 დეკემბერს. ძველად, როდესაც ვკითხე რომ გაზაფხულზე გადაფრენის პერიოდში თუ ნადირობდით ადრე, მითხრეს რომ ისიც არაეთიკური იყო ესეთი ნადირობა და გაზაფხულზე არასოდეს არ უნადირიათ იქ. ყორანი ძალიან გავრცელებულია როგორც ერთ-ერთი მავნებელი გერმანიაში და აქტიურად ახორციელებენ ყორანზეთ ნადირობას ფიტულებით. 1 აგვისტოდან შეგვიძლია ყორანზე ნადირობა, თუმცა ქედანთან ერთად ვიწყებთ ხოლმე ფიტულების ერთად ჩალაგებას, ქედნების ყორნების და ერთდროულად ნადირობთ ყორანზე და ქედანზე. მტაცებელ ცხოველებს და ინვაზიურ ცხოველებს რაც შეეხება, მთელი წელი ნებადართულია ნადირობა, არ არის აქ არანაირი ლიმიტები, არანაირი შეზღუდვა, არანაირი ვადები. მტაცებელი გერმანიაში ყავთ ძირითადად მელა და მალე შეროდესაც ჩამწერე, მაშინ გითხარი რომ მონადირე რომ ერთი მელა მოიმპოვოს წელიწადის განმავლობაში, დიდი კაცი არის და დაფასებული. რომ შენ ძალიან დიდი სარგებელი მოუტანე ბუნებას და კეთილშობილ ნადირფრინველს შენს ტერიტორიებზე. ბატონო? გელი არის, მაგრამ ვერ ვნადირობთ, არ არის ნებადართული ნადირობა გელზე. ინვაზიურ ცხოველებში, რაც ყველაზე ისეთი არის, გავრცელებული არის ენოტი და ენოტისებური ძაღლი და ასევე ნუტრია. და სამივეზე გეტყვით ახლა, ენოტზე ნადირობა რთულია იმ მხრივ, რომ არ მოდის საკვებურებზე არ მოდის, სასიმინდეზე არ მოდის, ძირითადად მაინც ხაფანგებით ხდება ენოტის მონადირება. ენოტისებური ძაღლი მოდის სიმინძე, სადაც ღორებისთვის სასიმინდები გვაქვს გაკეთებული, თანაც მოდის ყოველთვის წყვილად და ხშირია, როდესაც მომინადირებია წყვილად ენოტისებური ძაღლი. ინვაზიურ ცხოველებში ნუტრიაზე გეტყვით კიდე, რომ ნუტრიაც ძალიან გავრცელებული არის გერმანიაში, ყოველ წელს საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს მელორაციის სამსახურს, არხებს, თხრიან უზარმაზარ სოროებს, უცვლიან არხებს მიმართულებას და საკმაოდ მილიონობით ზარალი ადგება იქაურ მელორაციის სამსახურს. სახელმწიფოსგან დაწესებულია თითო ნუტრიაზე 6 евро პრემია და ეხლა წავიკითხე ამას წინათ ჰამბურგში 15 ევროზე ავიდა უკვე. ესეც პატარა ფოტოკოლაჟი შარშანდელი ნადირობებიდან. აქაც ნიკოლოზი დამყვება ხშირად. აი ეს არის ენოტისებური ძაღლი აი აქ. ყავს ჩვენ საქართველოში? კი. გაგატან. ვიცოდი რომ ენოტი ძალიან გავრცელდა და აქ ძეგვამდეც კი მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ ენოტისებური ძაღლი. გადავიდეთ ბოლოს წინა თემაზე და ერთ-ერთ უმნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც ვერაულით ვერც ერთი მონადირე გვერდს. ეს არის სანადირო ჰიგიენა და ცხოველთა დაავადებები. რატომ ნადირობთ გერმანიაში? მიზეზი არის რომ მოვიპოვოთ ერთ-ერთი სუფთა და ჯანსაღი საკვები. სანადირო სკოლის ერთწლიანი სწავლება მოიცავს ასევე კურსს, როდესაც მოდის ოფიციალურად მოწვეულია ვეტერინარი და რომელიც გვასწავლის ცხოველთა და ფრინველთა დაავადებებს, მათ დაავადებების დამახასიათებელ ნიშნებს, გამოვლენის მეთოდებს და ხორცის ვარგისიანობის დადგენას. ეს ცოდნა ყველა მონადირისთვის სავალდებულოა. ნანადირების ხორცის მიმართ ჰიგიენა იწყება ნადირზე დაკვირვებით სროლამდე, წეღარა ტერმინიც ვიხმარე ნადირზე დალაპარაკებით. პირველ რიგში უნდა შევხედოთ ნადირს, შევაფასოთ მისი მდგომარეობა, ჯანსაღია, დაავადებულია, რაღაცა გარეგნული მოტეხილობის ნიშნები აქვს თუ სხვადასხვა ნაკლი და ხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია განვახორციელოთ სროლა, ოღონდ რაც შევარჩევთ. სროლის შემდეგ უკვე მონადირებულს სავალდებულოა რომ მონადირებული ნადირი დავათვალიეროთ, გამოვშიგნოთ, სხეულის ორგანოები დავათვალიეროთ ყურადღებით, ნანადირების ტრანსპორტირება მოვახსენოთ როგორც წესი და რიგია, დავამუშაოთ ხორცი და შევინახოთ. ერთი მარტო მზარეულის განათლებას არ გვთხოვენ, დანარჩენი სავალდებულოა რომ ვიცოდეთ ყველაფერი. აი რაც მოგიყევით ეს ნადირზე დაკვირვება სროლამდე და შემდეგ უკვე რაც გვევალება რომ გავაკეთოთ მონადირებულზე. სროლამდე ნადირზე დაკვირვება ეს არის, როდესაც
გულისხმობს, რომ ხო არ აღენიშნება გარეგნულად რაიმე დაავადების ნიშნები, აი ხა გარეგნული დაზიანება, ძველი ჭრილობა ან ტრავმა, მარცხნივ სურათში მაგალითად შველი არის, რომელიც საკმაოდ ისეთი სუსტია დაავადება. ხშირია შლებში შემთხვევა ბალახით მოწამვლის და ფაღარათის, რა დროსაც ეს უკანა მთელი ნაწილი უშავდებათ და უმწვანდებათ, ამ დროს ძალიან ისეთი ტანჯვით სიკვდილიელით. ასევე ხშირია ტერიტორიული ორთაბრძოლების დროს დაზიანება ერთმანეთის, როგორც ირმებში, ასევე შლებში. ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, როდესაც არის უკვე დაზიანებული ნადირი, გვირეკავენ ჩვენ პოლიციელები და იმ ტერიტორიებზე, თუ ჩვენ ტერიტორიებზე არის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, ჩვენ ვართ ვალდებულები მივიდეთ, მოუსწრაფოთ სიცოცხლე და იქიდან მოვაშოროთ ის ნადირი. ასევე ტერიტორიული ბრძოლების დროს იღებენ ისეთ დაზიანებებს, რომ მაგალითად ტვინის შერყევები წევს ერთ ადგილზე და ვეღარ იძლევა ნადირი, ან წრეზე დადის, ან ბრმავდება და ამ შემთხვევაში პირველი, რასაც ვაკეთებთ, უნდა ამოვიღოთ ზუსტად ის ავადმყოფი ან დაზიანებული ნადირი გარემოდან, რათა დავიცვათ სხვა ინდივიდები და ასევე გარემო. ამ შემთხვევაში ეს არის ორივე სექტემბერში მონადირებული ღორი და შველი. ჩარჯდომით ვიყავი სანადიროდ, როდესაც ის ღორი გამომივიდა კოლთან ერთად, კოჭლობდა, სამი ფეხზე იდგა, მეოთხე ფეხი მოკლე ქონდა. და როდესაც ვესროლი და მივედი, აი ესეთი მოტეხილობა ქონდა, პატარაობის მოტეხილობა ოღონ აშკარად ეს და ძვალი ქონდა გარეთ გამოზრდილი და შესაბამისად ერთი ფეხი წინა მარჯვენა ფეხი განუვითარებელი ქონდა. ევროპაში საკმაოდ ხშირია ასევე ესეთი ვირუსული დაავადება, რომელსაც ქვია მიქსომატოზი, რომელიც უჩნდებათ გარეულ ბოცვრებს, ასევე შინაურ ბოცვრებსაც. თუ არ ვწდები სამხრეთ ამერიკიდან არის ეს, ზუსტად საიდან არა, მაგრამ ვიცი რომ 1952 წელს საფრანგეთში სპეციალურად შემოიტანეს ეს ვირუსი, რომ გაენადგურებინათ ქალაქების ტყე-პარკებში არსებული ეს დიდი პოპულაცია ბოცვრების, გარეული ბოცვრების. მაგრამ გავრცელდა მე უკვე ველურ ბუნებაში და დღემდე გვხვდება ამის შემთხვევები. უდიდდებათ თავი, უწებოდებათ თვალები და ყვდებიან ესეთი ტანჯვით ერთ სიტყვით. 80%-ს ანადგურებს მთელი კოლონიების და მთელი პოპულაციის, როდესაც შეხვდებათ და წელს სხვათა შორის მუტაციური ვარიანტები დაფიქსირდა უკვე კურდღელზეც, გარეულ კურდღელზეც გერმანიაში. ქეცის შემთხვევები, რა თქმა უნდა, მტაცებლებში ძირითადად. ცოფი არ არის გერმანიაში 2009 წლიდან ოფიციალურად გერმანია ცოფით თავისუფალი არის. გადავედით გამოშიგვნაზე, მხოლოდ მონადირეა უფლებამოსილი გამოშიგნოს ნანადირები. ამისთვის მონადირეს უნდა ესმოდეს ანატომია, ფიზიოლოგია, ცხოველთა ქცევა, პათოლოგიები, ცხოველთა დაავადებები. ყოველთვის ვამბობ, ხშირად მინახავს უბრალოდ და მაგიდან გამომდინარე, რომ ყელის გამოჭრა, არაფერი ჰიგიენასთან არაფერი კავშირი არ აქვს, დამერწმუნეთ, რაც შეიძლება უკეთესი არის, რომ გამოშიგნოთ, სისხლისგან ასე თუ ისე მაინც დაიცლება. თან მით უმეტეს რელიგიაც არ გვავალდებულებს ამ კუთხით, რომ ყელი გამოჭრათ პირველი ნადირს. შემდეგ უკვე რასაც ვაკეთებთ გამოშიგნის დროს, რომ დავათვალიეროთ ორგანოები, ასევე გავასუფთავოთ ის სროლის ადგილი, დაზიანებული ნაწლავები მაგალითად გავასუფთავოთ და შესაბამისად მოვახდინოთ შესაბამისი ტრანსპორტირება. არასოდეს არ უნდა მოვათავსოთ დახურულ კონტეინერში, პარკში, ტომრებში. მაგალითად, როდესაც კურდღლებს მოვინადირებთ, ყოველთვის ღია წესი დაკიდულები გადაგვაქვს მაცივრამდე. ნადირი ყოველთვის მისაბმელზე იდება და მისაბმელით მიგვაქვს გასასუფთავებელ ადგილზე. საეჭვო ნიშნებს რაც შეეხება არის ეს უჩვეულო ქცევა სროლამდე, წეღანას თქვი, თავის ქნევა, წრეზე სიარული, ასევე რიდის არ ქონა, ნანადირები თუ არ გვერიდება, იქ რაღაცა წესრიგში არ არის. ცემინებაც შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი დაავადების ნიშანი. ხშირია ცემინება, მაგრამ ლეტალური მთლად ისე არ არის. ასევე სისხლჩაქცევები, ჰემატომები, ნატყვიარის გარდა ოღონდ გაბერილი ნაწლავები, უჩვეულო ხორცის ფერი, სუნი, მაგალითად, ტახი, როდესაც შეწყვილების პერიოდში საკვებად არ გამოიყენება და არ იყენებენ მონადირებულ ტახს, აგდებენ იქაც. ღია მოტეხილებები და ჭრილობები თუ ეს სროლამდეა გამოწვეული და თუ ტყვით არ არის ნადირი მკვდარი, ითვლება საკვებად უვარგისად. გასიებული ორგანოები და სახსრები, სათესლე ჯიკლები ბოლოსთვის დავიტოვე, იმიტომ რომ ხშირია ესეთ შემთხვევებიც ორთაბრძოლების დროს, ან რაღაცა წინაღობაზე გადახტომის დროს, რომ გამოედებიან ირმები, შვლები, მამრები და ეს იყო ჩემი შემთხვევა. ესეც წინა წელს სექტემბერში იყო, იმ ღორთან ერთად მოვინადირე იმ დღეს ზუსტად, ორივე ერთ დღეს. 3 დღით ადრე ვნახე ეს კონკრეტული შველი. მაშინვე მივხვდი რომ რაღაც არ ქონდა წესრიგში, როდესაც ახლოს მივახლოვდი უკვე ბინოკლი და დავაკვირდი რომ ადგომაც უჭირდა, გადაადგილებაც უჭირდა, მოხრილი, მივიტანე სანადირო სახლი გვაქვს იქვე ახლოს, ჩამოვკიდე უკვე გამოსაშიგნა და მთელი ეს ადგილი, მთელი თავის მამაკაცობრივი ღირსება გავსებული სისხლის პარკში შედედებული. სხვათა შორის, ამის დამსახურება, როდესაც ესე დაზიანებებს იღებს მამრი ინდივიდი, ეწყება რქების არანორმალური განვითარება, აბნორმ ესეთი ქვია. ამ შემთხვევაში, სხვათა შორის ამ კონკრეტულმა შველმა და ამ ტროფეებმა ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა გერმანიაში, იმიტომ რომ ეს ტროფეები დაიბეჭდა ერთ-ერთ ძალიან ისე წამყვან ჟურნალში, სანადირო ჟურნალში, რომელსაც ყოველ თვე აქვს რუბრიკა
და კონკურსის სახით ატარებენ იმ თვეში მოკლული ყველაზე გამორჩეული ტროფეები. დეკემბრის ნომერში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მთლიანი წლის განმავლობაში მესამე ადგილზე გავიდა გერმანიაში მონადირებულ ტროფეებში. ახლა მათაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ენდოპარაზიტები, კონკრეტულად კანის ბორასებნი, რომელიც არა მარტო გარეულ ცხოველს უშლდება, არამედ შინაურ პირუტყვსაც. შალვა სათხარ ხელი აიწება. ბატონი შალვა ბრძანდებოდა ჩვენთან გერმანიაში სტუმრად, მისი მონადირებულია ორივე შველი, დედრი და ნუკრი. ხო, არ ეტყობათ, ბატონო თემურ, გარეგნულად არ ეტყობათ ეს. გარეგნულად როგორც გითხარით, მოვიტანეთ, გამოვშიგნეთ, დავკიდეთ მაცივარში და 2 დღის შემდეგ, როდესაც უკვე ვაპირებდით დაბრუნება სახლებში, დავაპირეთ გატყავება და აღმოვაჩინეთ აი ესეთი პარაზიტები შიგნით. ესენი არის როგორც გითხარით, კანის ბორასებრნი, რომლებიც ზაფხულის ბოლოს დედრი დებს, კვერცხებს ნადირის ტყავზე იჩეკებიან, ხრიტავენ, აკეთებენ მიგრაციას შიგნით უკვე მასპინძლის სხეულში, მაგრამ ჩერდებიან კანის და ხორცის შორის. იზამთრებენ იქ და გაზაფხულზე უკვე როდესაც დათბება, ისე იგივე ადგილას ხრიტავენ და გამოდიან გარეთ. უშდებათ ფრთები და აგრძელებენ მე უკვე გარეთ პარაზიტულ ცხოვრებას. ხო, ანუ არის ვარიანტები თუ ძალიან არ არის ესეთ დაბინძურებული, შეგიძლია გამოიყენო ჩვენს შემთხვევაში, აი ხედავთ კიდევაც ახლა ყვითელი ფერი აქვს, არა რაღაცა ისეთი სუნიც ქონდა, ჩვენ შემთხვევაში არ გამოვიყენეთ ხორცი და გადავაგდეთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ მონადირების შემდეგ ნანადირებს არ ვეხებით იქ, იმ ხრივ რომ არ მივირთმევთ იმ წუთას. თუ ყავს ღორი მონადირებული და აქაც ჩვენთან ყველაფრის ჭამელი ნადირი აუცილებელია მისი ნიმუშები, ხორცის ნიმუშის წაღება ტრიქინელოზზე შესამოწმებლად. ძირითადად ვიღებ დიაფრაგმის ნაწილებს ტრიქინელოზის შესამოწმებლად. ნანადირების შენახვა საჭირო ტემპერატურაზე და რატო ვინახავთ ამას? დიდი ნანადირები ყოველთვის უნდა შევინახოთ დაახლოებით 7 გრადუს ტემპერატურაზე მაცივარში, პატარა ნადირი 4 გრადუს ტემპერატურაზე. რატო ვინახავთ? მიზანი ამ ყველაფრის არის ხორცის დამწიფება, მონადირების გამოშიგნის და გასუფთავების შემდეგ ორგანიზმში სისხლისგან დაცლის შემდეგ წყდება ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდება, ხორცში არსებული გლუკოგენი, გლუკოზა გარდაიქმნება რძემჟავად, შედეგად იმატებს უკვე მჟავიანობა ხორცში, მაღალი მჟავიანობა კიდევ იცავს ხორცს გაფუჭებისგან, არბილებს ხორცს, უფრო წვნიანი ხდება და აძლიერებს გემონურ თვისებებსაც. შესაბამისად, საჭირო არის აი ამ პროცედურების გავლა. პერიოდს რაც გააჩნია პატარა ნადირს ფრინველზე თუა საუბარი, 1-2 დღეც კმარა, შველს 3-4 დღე კიდებთ, დიდ ნადირს უკვე ღორს ირემს, 5-6 დღე შეგვიძლია გავაჩეროთ. ასაკიდანაც ბეწვიას, აბარა ბეწვიას, კი, არ ვატყავებთ. გადავიდეთ ჩვენს ბოლო თემაზე. სანადირო საავარგულების მოვლაპატრონობა და ბუნების დაცვა. პირველ რიგში, რაც გერმანიაში მოქმედებს, ესე იგი, როგორც წეგან გითხარით, ეს რევიერული სისტემა, ტერიტორიები გაცემულია სანადირო იჯარით, 83% არის კერძო მფლობელობაში, დანარჩენი არის სახელმწიფო მფლობელობაში. ტერიტორიის მოცულობა მინიმუმი, როგორც წეგან თქვი, არის 75 ჰექტარი და იჯარის მინიმალური ვადა არის 9 წელი. ნადირობის ლიცენზიის აღებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეუძლია მონადირეს აიღოს იჯარით სანადირო ტერიტორია. მაგრამ უკვე როდესაც იჯარით აიღებ ტერიტორიას, იქ ყოფი ნადირფრინველი ყველაფერი გეკუთვნის შენ. მაგრამ ამასთანავე შენ ხარ პასუხისმგებელი იქ იმ ნადირფრინველისგან წარმოქმნილი და შექმნილი ზიანის ანაზღაურებისთვის. თუ მაგალითად მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ზიანი, სიმინდის ყანები გაანადგურა ღორმა, მაგალითად შველმა ახალდარგული ნამყენები და ხეები, მაგალითად ყლორტები, პირველი რასაც აცლის შველი ტყეში და დააზიანა ეს ახალგაშენებული ტყე, ან ირემა რქების გასუფთავებით მიაყენა ზარალი ახალგაზრდა ხეებს, ზარალის ანაზღაურებაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. ნუტრიაზე უკვე გითხარით წეგან და აქ პრემიაც არის დაწესებული. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ როგორც მფლობელმა და რა გვევალება ჩვენს სანადირო ტერიტორიებზე? პირველ რიგში ეს არის, რომ ნადირი არ წავიდეს ძალიან შორს საკვებურების მოწყობა, იქნება ეს სასიმინდეები, იქნება ეს ქვამარილის ბოძები და ქვამარილის დაყენებაზე. სპეციალური საკვებურები ფრინველებისთვის, ეს არის ესე წახურებული საკვებურები, რათა დავიცვათ ტაცებელი ფრინველისგან, როდესაც კვების დროს არ შეაწუხოს და საფრთხე არ შეექმნას. მკაცრი ზამთრის პერიოდში ყოველთვის შეგვაქვს დამატებითი საკვები, გააჩნია რა ნადირი ყავს ჩვენს ტერიტორიებზე. დიდ თოვლობის დროს, ასევე წყალდიდობების დროს წყვეთ ყველანაირ ნადირობას, ყველანაირად შორს ვიჭერთ უკვე ნადირობისგან თავს. მტაცებლის გამოსახშირად ლეშის ადგილის მოწყობა არის საჭირო, ყველაზე მარტივად რომ მოვინადიროთ მტაცებელი. ინტენსიური ნადირობა მტაცებელზე, რა თქმა უნდა, თუ გვინდა რომ კეთილშობილი ნადირი ყავდეს ჩვენს მეურნეობაში.
ინტენსიური მონიტორინგი აუცილებელი, რაც გულისხმობს თუნდაც ფოტომახეებით თვალყურის დევნებას, კონტროლს, გადასასვლელების კონტროლს, დრონებით, ღამის ხედვის მოწყობილობებით, ასევე ფანრებით დათვლა ძალიან პრაქტიკაში ძალიან დანერგილი არის კურდღლების დათვლა ღამის ხედვის მოწყობილობებით და ფარნებით. ვიდრე ნადირობას დავიწყო კოლექტიური ნადირობისთვის, წინასწარ რომ ვიცოდეთ დაახლოებით რა პოპულაცია ყავს, ხედავთ მაინც 30-40%-ს, მეც მაინც ვერ ვითვლით, მაგრამ არსებობს ფორმულები, რითიც შეგვიძლია გამოვითვალოთ, რამდენი ინდივიდი ყავს კურდღლის შემთხვევაში და შესაბამისად დავთქვათ, რომ ხვალ აი ამ ნადირობაზე მაქსიმუმ მოვინადირებთ ამ ტერიტორიაზე 20 კურდღელს. იმის იქით ჩერდები და კურდღელს აღარ ვესვრით. ხო, რაც მნიშვნელოვანია კიდევ თიბების პერიოდში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის შულის ნუკრების გადარჩენა. ვიცით, რომ ხვალ უნდა გაითიბოს რაღაცა მინდორი და ფართობი. ყოველთვის გვიკავშირდებიან ფერმერები ჩვენ, მივდივართ ძაღლებით, ვაკეთებთ ესე ჯაჭვს, გავივლით ამ ფართობს, საკმაოდ ადვილი არის შულის ნუკრის ნახვა, ან დრონებით, ისევ თერმული მოწყობილობებით და სხვათა შორის მონადირეთა კავშირი იხდის ამ ხარჯებს. ხო, რაც მნიშვნელოვანია კიდევ სტატისტიკების წარმოება, რა მოვინადირეთ, რამდენი რაოდენობის მოვინადირეთ, რამდენი დაცემული ნადირი ყვა და დაცემული ნადირში გულისხმობ თავისით მკვდარი ან ავტოავარიაში მკვდარი და ამ ყველაფრის დოკუმენტირება. იმედია საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა, ჩემი საუბარი. იმედია საინტერესო თემებს შევეხეთ, თქვენთვის დარწმუნებული ვარ რაღაცების სიახლეც იქნებოდა, რაც მოისმინეთ დღეს, იქნებოდა ეს ანადირო ვადები თუ ასე შემდეგ და ნადირობის მიდგომები. ძალიან ბევრი საკითხია კიდევ, რაზეც შეიძლება შევეხოთ. ვერ დავასრულებთ დღეს და რამდენიმე დღეც არ გვეყოფ ამ ყველაფრისთვის. ნადირობის უსაფრთხოება, იარაღები, სანადირო ძაღლები, დაჭრილი ნადირის მიკვლევადობა, ბრაკონიერობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიური თემაა. იქაც კი გერმანიაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე შემთხვევები ხდება ამისი. არაფერი, ერთი ის მინდა დასკვნის სიტყვაში თქვა, რომ დღევანდელ მოცემულობაში და დღევანდელ პირობებში, რა პირობებში ჩვენ გვიწევს ცხოვრება კულტურულ ლანდშაფტში, სადაც ადამიანმა ყველაფერი უკვე ხელოვნურად შექმნა, ჩვენი მონადირეების ჩარევა, პოპულაციების რეგულირება, კონტროლი და დაცვა ვერ გავექცევით ამ ყველაფერს. ჩვენი პირველი ვალდებულებაა, ჩემის აზრით, ეს ყველაფერი. ამისთვის საჭიროა მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ, მეტი ცნობიერებით, მეტი განათლებით, მეტი ურთიერთ აზრების გაცვლით, ინფორმაციის გაცვლით და დარწმუნებული ვარ და დამერწმუნეთ, რომ ერთად უფრო მეტ შევძლებთ, უფრო კარგად დავიცავთ ჩვენს ბუნებას, ჩვენ ნადირ ფრინველს და დამერწმუნეთ, რომ დედა ბუნება ძალიან უხვად დაგვაჯილდოებს ნანადირებითაც. მადლობა ყურადღებისთვის. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ეს ზოგადი არ და ძალიან კარგი არის რომ ზოგადია, ყველა ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, თავისი წესი აქვს, რიგი აქვს და სწორი კითხვა დაისვა რა გვეშველება ჩვენ რა. მე ვფიქრობ რომ დადგა ჟამი და დრო რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოწესრიგებაზე დავიწყოთ აქ. სხვანაირად, ანუ ზრუნვას გულისხმობ. დიახ, მოწესრიგება ნადირობის კულტურის ყველაფრის აბსოლუტურად. იმიტომ რომ პირდაპირ ეს გადმოვიტანოს ჩვენთან იქნება აფეთქდება ყველაფერი რა ვერაფერს ვერ გავაკეთებ წყალში გადაიყრება. აქ არის რამდენიმე საკითხი. სახელმწიფო ნება უნდა გავაჩინოთ და რითი დავიწყოთ. აღწერა ნადირფრინველის რა გვაქვს ეს ზოგადი მაინც უნდა იყოს. იმიტომ რომ ყველაფერი არის წყალში გადაყრილი, ჩემ არსებობაში რამდენჯერმე მოხდა თქვა ნადირფრინველის აღწერა და რატო აღწერეთ არ არის. სულ სვავდი კითხოს, რატომ? გამიგეთ? ერთი რამდენიმე წლის უკან ესე შევკრიბეს დაახლოებით 30 ორგანიზაცია ტურისტული მართ შემთხვევაში სულ ვიძახოდით რომ სანადირო ტურიზმი არის ერთ-ერთი ასეთი ისეთი და ვანო მერაბიშვილმა ჩაატარა ეს კრება და უცებ გამოიტანეს რომ მოდიო ჯიხზე დავაწეროთ 1500 ლარი ირემზე 2000 იმაზე ამდენი და რაოდენობა ჩამოწერეს უყოლე ტაში დაუკრა და გვიო მეთქია არ მევარდებელი ან აქ რაღაცები ხდება მეთქი რა გაუგებარი ჩემთვის ერთ სიტყვით შეიძლება მეთქი ბოლო ეს არის იცით მეთქი რამდენი ირემი ხავს და რამდენი უნდა ხავდეს ჯიხვი ღორი ყველაფერი არაო იმას მიხვდა ახლა იზაღლა ხვაზე ხარ როგორი ეს იყო და დაახურა თავზე სუყოლა დახურა კრება მის შემდეგ გავიდა ბევრი წლები ამას რო არ დავეტაკოთ ესე იგი ჩვენ რა გვინდა ჩვენ გვინდა ამის გაჟა რატომ მოვედით აქ
ხომ დავიწყეთ და რაღაცა დავისახოთ რითი დავიწყოთ შევქმნათ ორგანიზაცია კოლექტივი ბორდი თუ რა რომ ვიღაცა მოგვისმინოს არა ჩვენ ესე ხო არ ვილით სოფელ და ყველას ვასწავლოთ ზოგს ეწყინება რატომ ასწავლი ზოგი იტყვის მე ბაბუაჩემი ესე ნადირობდა და ვართ ჩამორჩენილი სადღაც და ამ დროს თითქოს ქართველ კაცს ყველაზე ის ქონდა ოდიდგანვე კულტურა ნადირობის და ეხლა გამქრალია ყველაფერი წესი არ არის პატრიოტიზმი არ არის ურთიერთობა არ არის ნადირი არ არის ან რატოა ზოგი რამე მეტი ზოგი ნაკლები გაუგებარი არის არავინ არ ითვლის რატო ხდება მაგალითად შვილმა მოიმატა ძალიან დათვა მოიმატა ძალიან არც ერთი სპეციალისტი არ მეუნება რატო ელემენტარულ რაღაცას დავაკვირდი რომ დღეები გაიჩეხა და წამოვიდა მოზარდი ახალი იმისთვის არის 64 როგორც დასამალი ასე საკვები არა ივსო იფეთქამა და წამოვიდა რა ხო ესე არის მტაცებელზე და ცესია ყველაფერი და მე ვფიქრობ რომ რაღაცა ამაზე გქონდა მისი შეხვედრა გქონდა ჩვენ ხო და საუბარი რა გავაკეთოთ ერთი მივახციეთ რომ არის ველური ბუნების სააგენტო ამას ტაში უნდა დაუკრათ უნდა მოвихმაროთ და მივცეთ თავისი ფუნქცია რა უნდა გააკეთოს იმან ის დირექტივად უნდა დაგოჯდეს საუზე უნდა გვიკარნახოს რამე თუ უნდა აკეთოს რამე თუ რა და სად არის საზოგადოება რა ჩვენ სადავართ ჩვენ რა ფუნქცია გვაქვს ჩვენ ასე ვიყო დახსაქსული შევიკრათ ანაფორმი შევიკრათ არა ხდება მე ორი ორგანიზაცია შევქმნი საფარი კლუბი და მონადირეთა მეთევზეთა და ფედერაცია რა შევქმნი არა იმიტომ რომ თემურის ქონოდა ეს არამედ რომ ეს დაგვეწყო ჩვენ ეს დიდი ხნის უკან რა ჩამოვიყვანა საფარი კლუბის პრეზიდენტი საერთაშორისო ამერიკელი და ჩამოვიყვანა ევროპის ვიცფარავთა რა წარმოვიდგენია და რომ მიდიოდა იმ ხელა ხალხი იყო რა ატყდა ერთი ამბავი და აეროპორტიდან მომაბრუნებინეს და გაუშვი მთავრობაში შეეხედათ ვინ არიან ესენი რა და ეხლა ამ ხელა შრომასო ჩაგიყრიან წყალში და ვერ ხდება სახელმწიფო თუ პიროვნებები რას ნიშნავს ეს შენი ქვეყნისთვის ეს არ არის თოფის როლა არა ძნელი ამის გატანა ყველაფრის რა და მე უკვე 80 წლისა ვარ რა მაგრამ ხედავ რომ თქვენ მოდიხართ და აქ უნდა შევერწყათ ჩვენ რა გავაკეთოთ რა ეხლა ამის გაშიფრვა ეუბნები რა წაგვიყვანს სადაცი უტოპიაში ყველაფერი არის გადასარევი ყველაფერი არის მშვენიერი რეგლამენტი თან რეგლამენტში ჩავზდეთ აი არის კითხვები ხო და ამიტომ გავაგზელოთ ეს ჩვენ ეს ურთიერთობები მე მზათა ვარ მეურნეობებს რა უქნათ საავარგულები როგორ უნდა დაუმაგრდეს ორგანიზაციებს და ასე ეს ამოუწურავი თემა არის და შეგვიძლია დავეწყოთ მაგრამ ეს ჩვენ დაწყებული გვაქვს რაღაცეები ამას მე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი რომ ეს მომზადეს რა ბაზისი მომზადეს თვითონ საავარგულების და მე რა ეშველება კიდევ სხვა საკითხი არის და ეხლა პატივცემულო ფესია გამიჭირდება მაგრამ ერთი რა მაინტერესებს მუფლონი და ირემლაღი ეს არ არის დიდი ხნის შემოყვანილი რომაელებმა შემოიყვანეს რომაელებმა შემოიყვანეს აი მაგათი მზარდობა და ინტერესი მაინტერესებს მე ესე იგი იკლებს მაგათი ზემოთხოვნა თუ მატულობს როგორც სანადირო ობიექტზე ო რა თქმა უნდა საკმაოდ მოთხოვნადი არის საკმაოდ მოთხოვნადი არის მე პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადო იმიტომ რომ ერთი ვიცი რომ ახალგაზრდა ადამიანები ჭირდება ამ საქმეს მე რომ დავამთავრე ის ნადირობაცოდნეობა ჩემი ასაკიდან გამომდინარე აი ესეთი ტექნოლოგიებისგან ჩამორჩენილი ვიყავი და ამდენი რამე უბრალოდ მე ფიზიკურად ვერ შევძლებდი მაგრამ ეს არის აუცილებელი რომელიც საჭიროა ჩვენი ახალგაზრდაობის გასაზრდელად ჩვენთან ჯერ აი ესეთი რაღაცა მუსირებს ჩვენი ახალგაზრდა მონადირეების თავში რომ ნადირობა ეს არის გართობა ამ დროს ნადირობა გართობა არ არის შეიძლება ნადირობის მერე გაერთო და ნადირობა არის ძალიან დიდად სერიოზული საქმე სერიოზული ორგანიზება ჭირდება და ძალიან სერიოზული მიდგომა ჭირდება და აი ახალი თაობის გაზდაში მაინც მე ყველანაირად დაგიდგებით გვერდში მეც ჩემი წოდნით უბრალოდ ხალხმა უნდა ვიცოდეთ რომ ყველა ქვეყანას თავის ქვეყნის იმაზე აქვს მორგებული ნადირობა როგორი კლიმატი არის როგორი პირობებია იქ ჩვენთან არავინ არაფერს არ სწავლობს
წიფობა როდის ეწყებათ? ეხლა მაგალითად შველზე ნადირობა რომ გერმანიაში 1 აპრილიდან იხსნებაო, მაგრამ 1 მაისიდან ნადირობთ, ბელორუსიაში 15 მაისიდან იხსნება, მაგალითად მამაშველზე ნადირობა. ბულგარეთში 16 მაისიდან. და ამიტომ საქართველოსეც რომ მოდგება საკითხი, ეს არ არის რომ ვიღაცა ქვეყნის გერმანია გადმოვა თამაშოთ, ბელორუსია გადმოვა თამაშოთ, მაგრამ ის ცოდნა უნდა დავაგროვოთ და ბოდიში რომ კითხვა არ დამისვია, მაგრამ აი ეს აუცილებელი და მადლობის მოსახდელად მოვითხოვე ეს სიტყვა რა. და მაქსიმალურად მივხედოთ ახალგაზრდა თაობას რომ აუხსნათ, რომ გაიგებენ სანადიროდ, მეც მინდა წამოვალ სანადიროდ. მეც მინდა ბელორუსიაში ჩავდივართ და თოფი შეგილი აიღო იჯარით, მაგრამ თუ აქედან არ ჩაიტანე შენი თოფის საბუთი, რომ შენ თოფის ტალების უფლება გაქვს, შენ თოფს არავინ არ მოგცემს და ჩვენთან ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ მე ჩემ თოფს წამოვიღებ, წამოვიყვან მონადირეს და ვათხოვებ. იმას რაღაც ის საბუთი არა აქვს, ესე იგი ის ელემენტარული ჩვენთან ხო ძალიან ადვილია ამის აღება. ხო ისიც რო არა აქვს, ესე იგი იმას თოფი არ უნდა ვათხოვოთ. მადლობთ. კითხვა რა იყო? ანუ ჩვენ რა გვეშველება მეთქი გერმანიის ის მომეწონა, კაია, პოლონეთისაც მომეწონა, კაია, საფრანგეთისაც კაია, მაგრამ იქ დაშვებულია და კაი მიდვა სავარაუდოდ. და წელს ლიცენზია ავიღე და მწყერზე ვიყავი ორჯერ. სანადიროდ თაში არ ყოფილა არაფერი, არ შეიძლება. და ჩვენთანაც სავარაუდოდ როცა დაუშვებ ლიცენზიას, ჩვეულებრივი ივლის ადამიანი რა, პოპულაციაც გამრავლდება უფრო და დამალული აღარავინ აღარ ივლის, თორე ყველა შედის უკვე იმ ნიღაბით, სადაც საჭიროა, შეუშვებ ძაღლებს, გარეთ დახვდები და ხოცაურად დასაბუთია. მე დამიჯერე რომ მაგიც ძალიან მალე აღმოიფრება და აღარ იქნება ესე და ძვრები უკვე გვაქვს რა ხალხო და ანუ იმედს გაძლევთ რომ ადრე თუ გვიან ეგ ყველაფერი მოწესრიგდება რა. დიახ. გერმანიაში რამდენი არის მონადირის მოსაკრებელი? აი სალინცეზიო მოსაკლებელი ყოველწლიური, რომელიც უნდა გადაიხადო, აი ჩვენთან რომ 100 ლარს ვიხდით, მაგალითად და 11 ლარს გერმანიაში რამდენი არის? იქ ესეთი მოსაკრებელი არ არის. სანადირო ლიცენზიას, ანუ იმ ჩვენ ნებართვას 3 წლის ვადით, როდესაც ვიხდით 200 ევროს, მაგრამ კონკრეტულ ობიექტზე, როდესაც მიდივართ სანადიროდ, იქ არაფერს არ ვიხდით. თანხა იმისთვის არ არის გაწეული. არა, გასაგებია, მაგრამ ესე იგი 3 წლიანში 200 ევროს დაზღვევას დაახლოებით 100 euро, სადღაც 10 მილიონამდე არის ეს დაფარვა, რაც აქვს. კი, მონადირის დაზღვევას. მონადირეთა კავშირის მოსაკრებელი არის 90 euro, ეს ყოველწლიური გადასახადი. ყოველ წელიწადში ერთხელ ვიღებთ კონტროლს, მოდის პოლიცია, მოდის ამოწმებს ჩვენს სეიფს, იარაღის კარადას. ამისთვის 140 euro არის გადასახდელი. კიდევ რა ხარჯები გვაქვს? ხო, დანარჩენი ხა თუ საჯარო. აი ეს ესე იგი 200 euro 3 წლიანზე, ხო, ესა და რო გავყოთ მე აი ამ 3 წელზე თუ რას გადავათამაშოთ, წელიწადში ალბათ 100 euro მაინც გამოდის საშუალოდ. საშუალოდ 100 euro გამოდის. და აი ზუსტად მაგაში ეს რო გამოდის, ეს ყველაფერი ემსახურება დიახ აი ყველაფერს რომ შენ იყო ჭეშმარიტი მონადირე და მოიქცეს სწორად. დიახ, იმაში და ჩვენ რაში ვიხდით ის გამაგებია. არა, ჯერ ჩვენ ჩვენ არ ვიხდით. არა, ჯერ ჩვენ არ ვიხდით. ო, რო გეუბნებიან. არ ვიხდით. მაგრამ რო გვეუბნებიან, ჯერ ერთი შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაღაცა უნდა გადავიხადოთ, ჩვენ თუ გვინდა რომ შედეგი მივიღოთ, ესე იგი, ჩვენ რომ შევდივართ რესტორანში, თუ ფული არ გიდებს ჯიბეში და არ გადაიხდი არაფერს, არაფერს არ გაჭმევენ. ჩვენ გვინდა რომ არაფერი გადავიხადოთ და საჭმელი გქონდეს. მაგრამ ეხლა ის არის ჩვენ რომ გადავიხდით, ის როგორ წავა, როგორ მოხმარდება და რაიად ამის კონტროლის თაობაზე როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ამაზე თუ დაგვიწესებენ წესიერ გადასახას სიტყვაზე რაღაცას, ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს რომ ამიხსენით, ამითი რა უნდა გაკეთდეს. და ამჭვირვალი უნდა იყოს რომ მე რა შედეგს გაგრძელდება. კითხვები თუ იმეს. მეგობრებო, დისკუსია გაგრძელდება და კითხვები თუ გვაქვს პირდაპირ კითხვებზე. ბატონო მამუკამ ჩემი კითხვები ნაწილობრივ გააჟღერეს და გასაგებია ყველაფერი. მე მაინტერესებს უფრო აი ესეთ ზოგადად თემას შეგეკითხები. ნადირობა, ნადირზე, ნადირობის დროს, კალიბრებს და იარაღს თუ აქვს? რა თქმა უნდა. და მეორე კითხვა. ვინ აკონტროლებს ამას? რა იარაღის შვენიერი კითხვა. ყოველი მონადირე გერმანიაში არის პარალელურად გარემოს დამცველი. ჩვენ გვაქვს კონტროლის ვალდებულებაც.
კალიბრებს რაც შეეხება მცირე უпростоრად დიდ ნადირზე 6.5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს კალიბრი ვაზნის. შველზე შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ მცირე კალიბრით ნადირობა, დანარჩენ ყველა ნადირზე კალიბრის მოცულობა უნდა იყოს 6.5-დან მაღლა, ზემოთ. კონტროლის მექანიზმებს რაც შეეხება, კონტროლი ძირითადად ვართ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, როგორც გითხარით, ყველა ავტოსავაგზაოს ავარიის შემდეგ ჩვენ გვიკავშირდება პოლიცია, ჩვენ უნდა მივიდეთ ადგილზე, ჩვენ უნდა მოვახდინოთ თუ ნადირის მოკვდინება საჭირო გასროლა, იმის უტილიზება და ასე შემდეგ. ხო, ღამით ნადირობაო აკრძალულია მზის ჩასვლიდან. აი მაგ პერიოდში დავუშვათ მხარს ანადიროთ და შეამჩნია რომ ვიღაცა ამ პერიოდ აკრძალულ პერიოდში ნადირობს. შენ ხო სამართლებრივი უფლება არ აქვს? არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოვლენის უფლება მაქვს და გამოავლენ და უგრეკა უკვე შესაბამის სამსახურებს და რომელიც ისინი მოდიან და აკეთებენ მოდი. რა თქმა უნდა. მაგრამ ბოდიში მე მაქვს იმის უფლება რომ იდენტიფიცირება მაინც მოვახდინო და ვთხოვო საბუთები. თუ არ წარმოვიდგინა საბუთები, მაშინ ამ შემთხვევაში უკვე ურეკავ სამართალდამცავ ორგანოს. გასაგებია. შეკითხვა მქონდა კიდე. აი ეს თანხები თქვენ რომ დაასახელეთ და გადასახადი და უშვეთ 3 წელი. ამას თუ აკონტროლებს სახელმწიფო, აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. მე მაგდენი ინფორმაცია არ მაქვს. არის საერთოდ აი ეს თანხები, ანუ კერძო მეურნეობებში მიდის ეს თანხები, სახელმწიფო ბალანსი არის. მე რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ მოსაკრებელი, მონადირეთა კავშირის მოსაკრებელი მიდის ისევ ჩვენ მონადირეთა კავშირში, სადაც ჩვენ ვართ წევრები. სანადირო იჯარა, რასაც ჩვენ ვიხდით, აი წეღარო თქვით, ჰექტარზე 20 евро, ჰექტარზე 30 евро, ეს მიდის იმ ფერმერების და იმ მიწის მესაკუთრეების, ასე რომ ვთქვათ, ჯიბეში, ვის ტერიტორიებზე ჩვენ გვაქვს სანადირო იჯარა. მოლდებულება აღებული აქვს იმათ, ხო, რომ რაღაცა უნდა გააკეთოს. სახელმწიფოსთან კომუნიკაცია ანუ არის არა ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ იქნება, მაგრამ მე კონკრეტულად რაღაცა მაგალითს ვერ მოგიყვანდი. რასაც ისინი ამ თანხებით აკეთებენ, მე შემიძლია ჩვენ მაგალითზე გითხრათ, იქ მე რაც სანადირო სავარგულებშიც აქტიურად ნადირობ. წლის ბოლოს, როდესაც აიღებენ ამ სანადირო იჯარას, იმ თანხით იქ შეიძლება რამდენიმე მესაკუთრე იყოს, მიწის ფლობელი იყოს, ისევ ახმარენ იმ ტერიტორიების განვითარებას, გზების დაგებას მაგალითად თუ ზამთარში გზები გაფუჭდა, ხე-ტყის გაწმენდას და ასე შემდეგ. ვერ გავიგე? ბრაკონიერობასთან დაკავშირებით თუ გამოვლინდა ეგეთი ფაქტი? ეს სისხლსამართლის დანაშაული არის, რა თქმა უნდა. ამაზე უკვე სამართალდამცავი. მონადირემ თუ იბრაკონიერა? რა თქმა უნდა, კარგავს სანდოობას. ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიის კანონმდებლობაში დევს სანდოობა, ცუფელესიკად ესე ქვია. ეს სანდოობა შეიძლება მონადირემ ძალიან ბევრი რაღაცით დაკარგოს. ამას წინათ შემთხვევა ქონდა მაგალითად ბრემენთან ახლოს, როდესაც ორი ახალბედა მონადირემ იარაღი ისროლეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს და ჩამოერთოთ ორივეს ლიცენზია. სანდოობა შეიძლება დაკარგო როგორც გითხარით, როდესაც წყალმცურავებზე ძაღლი არ ყავდეს თან. მაგ შემთხვევაში ბრაკონიერობაში გეთვლება, როდესაც სხვის ტერიტორიებზე უნებართვოდ შეხვალ იარაღითაც კი ნადირობაზე არ არის საუბარი. დაცვლილი რქების აღების უფლებაც კი არ გაქვს სხვის სანადირო სავარგულში. ირემის რქას რო წააწყვეს შვილის, ეგეც ბრაკონიერობაში გეთვლება. ლიცენზიის აღების შემდეგ სხვის სანადირო სავარგულში მოპოვება ნადირისა. ეს როგორ ხდება და თქვათ თუნდაც სანადირო სავარგულის იჯარის აღება როგორ ხდება ეს? სანადირო იჯარით სავარგულის აღება, როგორც გითხარით, ხდება, უნდა გქონდეს მინიმუმ 3 წელი სანადირო ლიცენზია, შემდეგ უკვე უნდა გათავისუფლდეს რომელიმე ტერიტორია წინა მეიჯარისგან, ამ შემთხვევაში უნდა გააგზავნოს შენი დოსიე, ყველაფერი, CV და ისინი თუ ის მიწის მესაკუთრეები და მფლობელები თუ დაგიდასტურებენ და მიგიღებენ დაგთანხმდებიან, იმ შემთხვევაში შეგიძლია გახდეთ 9 წლის გავლის შემდეგ, ხო? კი, მაგრამ ვიღაცას ბევრი ვადით აქვს, ანუ მარტო 9 წელი კი არა, ვიღაცას 25 წლის ვადით აქვს აღებული და ასე შემდეგ. მაგრამ მინიმუმ უნდა იყოს 3. ეს 9 ბოდიში, 9. და ლიცენზიას რაც შეეხება, იქ როგორც სხვა ქვეყნებში მაგალითად რო აიღო ლიცენზია ღორზე ნადირობის, შველზე ნადირობის, ესე არ არის გერმანიაში, არის კერძო მეურნეობები, სადაც გადაიხდი ფულს და შეგიძლია მიიღო 100 ევროში მაგალითად ერთ მორეკვით ნადირობაზე მონაწილეობა, შეგიძლია გეტყვიან მოგცემენ თავისუფალ ნადირს, შეგიძლია ესროლო ამ ინდივიდებს, მაგრამ იქ მონადირებული ნადირი რჩება ისევ მეურნეობაში. ერთი შეკითხვა, მოკლე შეკითხვა. აი ყველაფერი თქვენ ჩამოასახელეთ. სახელმწიფოს თუ აქვს თავის აი საკუთრებაში, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის სავარგულები. თუ არის ესეთი სისტემა. 83% სანადირო სავარგულების არის კერძო მფლობელობაში, 17% სახელმწიფო მფლობელობაში. ერთი კითხვა აქვს კიდე მეგობარს. მე მაინტერესებს კონკრეტულ სანადირო მეურნეობაში თუ არის ლიმიტი მონადირეების, ანუ მაქსიმუმ რა მონადირეების რაოდენობა შეიძლება იყოს ერთ კონკრეტულ კოლექტიურ ნადირობას გულისხმობ, მორეკვით ნადირობა რაკეთება? ზოგადად მაინტერესებს, ხო, აი თქვა ერთ მეიჯარის გულისხმობ? არა, სანადირო ხო, მეიჯარი ყველა ხართ ერთად თუ არ ზუსტად ვერ გავიგე კონკრეტულად. არა. ანუ ერთ კონკრეტულ სანადირო მეურნეობაში რამდენი მონადირე შეიძლება იყოს მაქსიმუმ? დაშვებული რა? ხო, დაშვებული და
მაინტერესებს კიდე მეორესაც კითხავ, რამდენად აუცილებელია რომ აუცილებლად ჩართული იყო ამ ნადირობებში თუ შეგინება არის. გასაგები. კარგი კითხვებია ორივე. მაშინ თუ სწორად გავიგე, მაშინ დავიწყებ იქიდან რომ მეიჯარე შეიძლება იყოს რამდენიმე ადამიანი და გაინაწილოთ ეს იჯარის გადასახადი და მართოც და კონტროლის განახორციელო რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად. შეიძლება იყოს ერთი მთავარი მეიჯარე და დამხმარეთ გასცეს მაგალითად იხდის ყოველ წელიწადს 7000 ევროს მოსაკრებელს იჯარის გადასახადს, მაგრამ შემოიკრიბოს კიდევ ახლობლები, ნაცნობები, გაინაწილონ ეს იჯარის გადასახადი, ან უთხრას ვიღაცას, რომ შენ გადაიხდი 1000 ევროს, ყოველ წელს მიიღებ ამდენ ნადირს თავისუფალს. შველს ამდენს შეგიძლია მოინადირო ღორი ამდენი და ასე შემდეგ. თვითონ მეიჯარი ადგენს ამ რაოდენობებს. კანონით არ არის ეს. კი, კანონით არ არის ეს აკრძალული და ის. კი, კოტებსაც თვითონ განაგებს. და მეორე კითხვა იყო შემახსენე. რამდენად არავინ არ გავალდებულებს, შენზეა დამოკიდებული, შენს ენთუზიაზმზე არის დამოკიდებული. აი თუნდაც თქვენ ახსენეთ, რომ როცა რაღაცა ავარიის შედეგად დაზიანდება ცხოველი, ანუ ჩვენი ვალდებულება რომ მივიდეთ და ეს იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად ხარ იმ სავარგულ ტერიტორიებზე, სანადირო სავარგულებზე დარეგისტრირებული როგორც მეიჯარე თან თანამეიჯარეთ, მაგ შემთხვევაში აქვს პოლიციას შენი მონაცემებით და გირეკავენ შენ და არა ვიღაც მონადირე არ ახარ ვალდებული რომ შეგიძლია იყოს ჩვეულებრივი მონადირე, დაელოდო ვიღაცის მოწვევას მაგალითად ინადირო, მაგრამ არ იყო არც მეიჯარე, არც თანამეიჯარე. კი, ვსამდები. დაგაი. ადლობა. მორიგი შეკითხვა გვაქვს. მე მაინტერესებს მოკლედ მე როგორც მივხვდი, ესეთ პრინციპია რომ არსებობს რაღაცა მიწები, რომელსაც ყავს კონკრეტული ფლობელები, ან ფერმერები და მე ალბათ სახელმწიფოს აქვს რაღაც კონკრეტული ტერიტორიები გამოყოფილი როგორც სანადირო სავარგულები, მონადირეებს შეუძლიათ მივიდნენ აიღონ ლიცენზია ამ ტერიტორიებზე, რომელსაც ფლობელები რეალურად ლიცენზია თუ იჯარა? იჯარა, ხო, იდეაში რომ მოაწყონ ნადირობები და იყვნენ პასუხისმგებლები. ანუ ხო, დაახლოებით ესეთ პრინციპია. ან მე მაინტერესებს ჩვენთანაც ახალი კანონმდებლობის მიხედვით რაღაცა მსგავსი ტიპის რეგულაციები იგეგმება. და აი რამდენად არის ეგეთი შემთხვევები, რომ ის მიწის ფლობელები ან უარს აცხადებენ, ან ეწინააღმდეგებიან, თქვათ, მონადირების შეშვებაზე. კარგი კითხვა, ძალიან კარგი კითხვა, სასამართლო გაწყვეტილებებია მაგ თემაზე სხვათა შორის გერმანიაში მიღებული. დავიწყოთ იქიდან, რომ ესე იგი, ყველა მიწის ნაკვეთის ფლობელს არ აქვს უფლება აგიგრძალოს ნადირობა, მაგრამ როგორც ასეთი დიდი მიწის ფლობელებს შეუძლიათ თავიანთ საკუთარ ტერიტორიაზე გააჩუმონ ნადირობა, ესეთი ტერმინი არის. გააჩუმონ ნადირობა. მაგრამ ამისათვის უნდა გქონდეთ კონკრეტული მიზეზი, რომ კანონმაც ნება მისცეს იმათ, რომ კი ბატონო, თქვენ ტერიტორიაზე კრძალავთ ნადირობას. ეს შეიძლება იყოს მაგალითად წინაპარი ყავდა და სანადიროთ ნადირობასთან ვიღაცას რო უკვე აერია სიტუაცია, მაგალითად ნადირობის დროს მოუკვდა, მაგალითად მშობელი და აღარ უნდა რომ იმ ტერიტორიაზე არც ძაღლი დაინახოს მონადირე, აღარც მონადირე იარაღით ასე შემდეგ. ანუ პირადი მიზეზი უნდა გქონდეს, ოღონდ ეს მიზეზი უნდა იყოს ისეთი დასაბუთებული, რომ მოსამართლემ გითხრას შენ, რომ ამ ტერიტორიაზე გავაჩუმოთ ნადირობა, ესე რომ ვთქვათ რა. ჯერ მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ 14 კითხვა დავაგროვე სანამ შენ საუბრობდი. ნაწილი მოვისმინე აქ და პასუხით გავიგე და თუ უფლებას მომცე მე ცალკე გავისაუბროთ. ერთი ესეთი კითხვა მაქვს თუ მოწოდება მაქვს როგორც გინდა ისე მეუნათლოთ. ყველაფერი ეს ცოდნა რაც თქვენ მიიღეთ გერმანიაში დააგროვეთ და ჩამოიტანეთ. იურისტი ბრძანდები ტერმინები ნაცნობი იქნება შენთვის. თუნდაც ის თემა ავიღოთ, რომ გერმანიის საკანონმდებლო ბაზაზე არის ჩვენი საკანონმდებლო ბაზა. აი copy-paste-ის ვარიანტი რო არ გამოვა, ალბათ მეთანხმები. გაქვს თუ არა ნაფიქრი, რომ ეს შენი ცოდნა და განათლება როგორ შეგიძლია მოარგო საქართველოს რეალობას? და თუ არ გაქვს ნაფიქრი, ხო არ იქნებოდა კარგი იდეა, რომ აი ეს რაც გერმანიაში არის, რა დოზით უნდა გადმოიტანოს ადამიანმა საქართველოში და რა იქნება ჩვენ აი ჰარმონიზაცია როგორ უნდა მოხდეს მათი პრაქტიკის ჩვენ რეალობასთან. კარგი კითხვა ეს. მადლობა გოგა. დავიწყებ იქიდან რომ ის ცოდნა და პრაქტიკა რაც აქამდე შევიძინე და რასაც კიდე შევიძენ ჩემთვის და დასამარხად არ მინდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა დღევანდელი დღე ზუსტად ამას ემსახურება რომ გავუზიაროთ და გაგიზიაროთ აქაურ საზოგადოებას, ვინც ხართ დაინტერესებული ამ სფეროთი. ეს copy paste-ის პრაქტიკა არ არის ზოგადად გამართლებული, კი, უნდა მოვარგოთ რა თქმა უნდა ჩვენს გარემო პირობებზე, ჩვენს პოპულაციებზე და ზოგადად ასევე ტრადიციები და წესჩვეულებები უნდა იქნეს გათვალისწინებული. ვერ გადმოვიღებთ, მაგრამ ის კითხვა თუ ვაპირებ თუ არა ამ ყველაფრის ჩემს გონებაში მომწიფებას ამ თემის და განვითარებას
დამერწმუნე დღევანდელი შეხვედრა მაგას ემსახურებოდა. ანუ ეს ყველაფერი მეგობრებო მიდის იქითკენ რომ მე და შალვას ძალიან დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა იდეა რომ ზოგადად არსებობდა საქართველოში სკოლა მონადირული რა და აი ყველაფერი მაკეთკენ მიყვავს რა მეგობრებო იმედია მიესალმებით თუ ვინმე შეუძლია ამაში მოგვეხმაროს ჩავდექით ჩვენს გვერდში რო იტყვიან და ერთიანი ძალებით ვიაროთ წინ ძალიან დიდი მადლობა ყველას გაიხარეთ აინტერესო იყო მართლა. გაიხარეთ. ხოზი მაგრი აგროვილი და მე გაზი ლაპარაკი. არ წახვიდეთ.